დღევანდელი ჩვენი გადაცემის სპონსორი მართლა კი არა დღევანდელი გადაცემის სპონსორია შავი მაისური შავი მაისურები შავი მაისური ლუსის ამასობაში რო გაშავდა თუ ის ვერ მოგახდენ მაგ ვარდს მაგრამ აი ლუსის და ვარდი ერთად ძალიან კაია მინდორი რაღაცნაირად ეს ვარდი არ გახსოვს ეკი და ვარანცოზე ჩემს თან ოთახში სულ და იქიდან აი ეს სულ სადაც გადავდივარ მომყვება ხოლმე რა ხო არ უნახავს აუ ისე მართლა ის იკრება ისე ძველი მე არაფერი არ მახსოვს მაგ დროიდან საერთოდ ქალბატონს არ უნდა შეთავაზო? ქალბატონს არ თავაზობ ჯერ. დილაუთენი. არა, ხო დილაუთენია. ხო და რა შვები? დაიწყო გადაწყებულია. აი, თქვენთან ვერ ხვდები, ეს იწყება და მოსული ხარ ეზოდანი დაწყებულია. დაჟე გზიდან ვიწყებ ხოლმე მე რეალურად ხო შეა. ისეთი კითხვები დამეს. და მე თან სადღაც ჩვალეთში ჩავგვეხე რომ მეთქე არ გვინათ ხო ბევრი ბალამუტი რომ მე იქ მოაკლდება. გარეთ წინაზე გოგის რო ველაპარაკებოდით, გარეთ ცეთები ველაპარაკეთ რომ მთელი გადაცემა გარეთ იყო რეალურად. აქ ნარჩენები შემო. მე მანქანაში ვფიქრობდი რომ ზედმეტი არ მკითხოს მე რა უნდა ვთქვა. მაგალითად რა არის ის ზედმეტი რაც არ გინდა რომ კითხოს? არა, გამომკითხა რა შვებია და მეთქე ხა ზედმეტი არ მოუყვეთ. არა, რო არ მოგაიხარჯა რაღაცა ხო გეშინია რომ რამე არ კითხოს. არა, ძალიან ეშინია ჩვენ. ძალიან კაი გენგია. ძველი თან ამ ვარდმა გააღვიძა უცბად ძველი ბავშვობის მეხსიერება. ძალიან ბევრისკენ იმაშვება რა ქვია, მიბიძგებს რომ მოყვեմ. დავტოვა თან ვარდთან ერთად ყველაფერი. ხო და რა შვები? როგორ ხარ ეხა ბოლოს და მე დანარჩენი. ცოტა გადაღლილი. სად იყავი გერმანიაში იყავი? მემზადები ახალი წლისთვის. უკვე ახალი წლები? არა, სექტემბერი ახალი წელია ჩემთვის. ეს ხო. ახალი წლის დაწყება. ბავშვიანი ადამიანები ეგრე ითვლიან ახალი წელი არის სექტემბერი. მე ბავშვიანი ვარ, მაგრამ არა, ზაფხული რომ თავდება მიხარია, იმიტომ რომ ვერ ვიტან ზაფხულს. სერიოზულად. აუ, ზაფხულისთვის ცხოვრობ. მართლა. ხო, მეც ეგრევე. სიცხეს ვერ ვიტან, თბილისი და სიცხე არის ჯოჯოხეთი. არა, ხო და თბილისი ან ზაფხული ახლა და ყველაზე უფრო ვიღლები ზაფხულში, იმიტომ რომ არ ვიცი, ყველაფერი უნდა დაგეგმო, ბავშვის ირგვლივ რაღაცა. და ძალიან ბევრი საქმეა ხოლმე, უცბად ახლა მქონდა ძალიან ბევრი საქმე ზაფხულში. ხო და ზაფხული იდეაში თბილისელებს არ გვიყვართ, ვინც თბილისში ვრჩებით. ხო. თუ ეს ზაფხული ყველაზე კაია. აუ, ძალიან კაი ზაფხული. რეალურად ზღვა ხო გიყვარს ძალიან. კი. ხო და ზღვაზე მარტო ზაფხულში დადიხარ, ესე გამოდის. ხო და ამიტომ ზაფხული გიყვარს, რაღაც თბილისში არ გივასება. ხო. მაგრამ ბეტონის სიცხე. და საქმეები რამ კონცერტები ქონდა? აი ხა მქონდა ბერლინში 3 კონცერტი და ძალიან კაი იყო. ხო და აი ეგ მაინტერესებდა ბერლინის კონცერტებში რა ხდებოდა. სად იყო რა სივრცეებში? ომი იყო ერთი, ომი არის ტრეზორში არის პატარა კლუბი, საბ-კლუბი არის ტრეზორის, მანდ იყო ძალიან საყვარელი. ესეთი ერთ-ერთი ყველაზე კაი საუნდ სისტემა და ძალიან მაგარია დაკვრა ეგ. მეორე იყო ერთი ფესტივალი არის ბერლინის გარეთ და არის რაღაცა მისავით ბერლინის ჰემპტონებით ძალიან დიდარი გერმანელები ცხოვრობენ და ცოტა ის ხარ გაოგნებული და ხარ მანდ იყო. და მესამე იყო ეკლესიაში ნიკამაც დაუკრა. და კაი იყო. ხო და რის ფარგლებში იყო? არა, შენ ლაივ სეტაპი რა არის? ჩემი ლაივ სეტაპი ყველაზე boring რაც არის. FL-ი, საუნდ კარტა და iPad-დან iPad-დან მევსხმარო, ხაი ნიკამ აჩვენა რაღაცე მაგარი სემპლები. მე და ერთი ეგ ვარ. მივხვდი. დაკვრის დროს იძახი? ხო. ეგ მართობს და აღარ მღერი ლაივებზე? არა, იმიტომ არ მაქვს ახლა სასიმღერო ალბომები და ხო და რეალურად ახლა სადაც რა გიწევს, ახალი ალბომებით გიწევს თუ ეს როგორ ხდება ხოლმე რომ ძველი შეთანხმება არა, მე რომ აი ძველი ალბომი დაუგრა ის თუ შენინებით რა გაუსწორდება ხალხს. ადგილზე წვეთ, მაგას წინასწარ ხო იცი სად რა რითმი ჩა ხო იცი სად მიდიხარ? ხო. ნუ ეგეც არის ხო. დაახლოებით იმაში ხა ტუსეს შემთხვევაში კიდე სხვანაირი ის არის ხა ჩვენ რო უკრავთ ხა ლაივი რო არის იცი რომ რაღაცა ძველი სიმღერები ყველა ვარიანტში უნდა დაუკრა რაც ხალხმა იცის ხა სულ ახალი რო დაუკრა გამოყლებდებია ხო მაგრამ ეს შენაირი ტიპის მუსიკაზე რეაქციებით ხვდები და იქ შეიძლება რეაქციით ვერ მიხვდე გისმენენ ადამიანები ხო
არც ცეკვავენ რეალურად. კი, როგორაც აკვა. აი გააჩნია საკლუბო სივრცე თუ არა, ხო, მაგრამ კიდე წეღანდო მეკითხა ტრეზორი, მე ვიცი 25 წლის წინანდელი ტრეზორი, ეგრე გაიზარდა, რომ პატარა ქვემდებარე სივრცეებიც აქვთ. კი. და სავარაუდოდ სივრცესაც შეიცვლიდა კრაფტვერკი არის ტრეზორი, ანუ რა, ძველი სივრცე არის ერთი და იქ არის კრაფტვერკი, ტრეზორი და ომი, ეს პატარა ქვევით. ანუ სამი ომი ჟურნალი რო იყო ახსოვს? კი. ომ მან დაწერეს ერთხელ ჩემი ალბომის review და ძალიან მაგარი მეგონა. რუსული იყო, ხო? ომცეთი ძალიან cool ჟურნალი იყო, მაგრამ ნუ ერთადერთი პონტი იყო. ხო და ლეიბლზე სად ხარ ახლა შენ ვისთან? აი მე მიმოფანტული. ბოლოს ვარ Room 40 არის ეგეთი ავსტრალიური. და ის ძველები ის ერნსტის და მე ვინ იყო გუდრონა. გუდრონასი. გუდრონას ლეიბლი დაიკეტა აღარ აკეთებს. 100 მე-100 ედიშენი გამოსცა შარშან და დაიკეტა. და იქ ხალი რას აკეთებს? აი ხა მაგის ფესტივალზე ვიყავ ერთ-ერთი. ვინ ხარია? გუდრონ გუდშეჩემა იყო გერმანიაში. ძალიან მაგრამ ხა უკრავს ძალიან ბევრს დადის და ეს არის აქტიურია ძალიან და ხოლმე მე არ ვიცი მე თუ არ ვიცი მაყურებელსაც საინტერესო. ბერლინული პანკ სცენის ერთ-ერთი ის არის რა. ქაური დედა რა, ანუ პანკ პანკის ხოდი. ნიკოს პანჩი არის. ოკეი. და ეხაც ძალიან ისე არის აქტიურად. ეგ ბლიქსას ცოლი იყო? ვისი? ბლიქსა იმის ნიკევის გიტარისტი იყო ბლიქსა. არა, ტომას ფერმანის ცოლი არის. არა, რაღაცა, იმიტომ რომ მაგათი ისინი კოლაბორაციები იყო ამ ბლიქსასი და ამის. კი, აქვს ძალიან ბევრი ხალხთან აქვს ეგეთ. და მაკალის ლეიბლზე იყავი შენ? მე ვიყავი მაკალის ლეიბლზე. ანუ ნუ ხო რა მაგ დაჟე ელექტრონიკაშიც ის იყო. ქალების ლეიბლი იყო? ხო, რაღაცა მახსოვს, გამახსენდა. ხო, და ის არის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა ვაფშე რა, ეს რაღაც ფემინისტი და ბევრი რაღაცა შეცვალეს, ხო იცი, მუსიკალურ სცენაში, იმიტომ რომ იქაც ძალიან შევიწროებულები იყვნენ ქალები, არ უხდიდნენ იმდენს რამდენს ისაც კაცებს და არ ანუ აი ესე პირდაპირ არ უხდიან იგივე ეს, ანუ რა ხო. ხო. ეხლა საქართველოში მე და შენ ხო ერთ დაახლოებით ალბათ ერთნაირად გვიხდით. კი, ალბათ. ხო. იქ არ არის ეგრე? როგორ არ იქნება? იცი რა, ძალიან ბევრი ბრძოლა გიწევს. დღემდე გერმანიაში არა ლაპარაკი? რო ქალს იგივე გამუშავა ქონდეს რაც გააც? და იგივე კინოშიც და ყველგან. ეგ რაღაცა პროსა ხო იცი უხერხული კითხვა ერთმანეთს არ უსვამენ, რამდენს გიხდიან თუ რაღაცა ესე რო ჩაეძიო და ვიღაცები ეკითხები, ხო, უხერხულია. და ჩვენ გონია რაღაც მოუწესრიგებელი მაგ ნაწილში ან ჩვენ რა ყველგან ანუ ჩვენ ხა ძალიან ისა ვართ არა ჩვენ კიდე მაინც ველურები ვართ მაგრამ და ჩვენ რეალობაშიც რავი ხა ვიღაცებს აქ ვინც სცენაზე გონია აკრას ჩვენთან არ მგონია რომ ეგეთი სეგრეგაცია იყოს რა ბიჭო ჩვენ მაგამდე არც მივსულ ვართ მაგნაც ხო ანუ არც მივსულ ვართ მაგრამ ანუ ხა ვის მოუვა თავში ხა მე გეუბნები აი ხა პრომოუტერები ვიცი რომ ანუ იმიტომ გადავხავს ნაკლები რომ ხალია ხო ჩვენ რეალობაში საქართველოში ცოტა წარმოუდგენელია ანუ შეიძლება ხდება მაგამდე მართალ სამობ ხო ხო და ალბათ რადგან დავსკიპებთ ჩვენ ალბათ აღარც მივალთ მაგამდე იმიტომ რომ სამყარო უკვე პაპარომ გადავიდა ისინი გადიან მაგ პროცესს და შენ ავტომატურად უკვე რაღაც არა მაგრამ სხვა ნაწილში ხო ვარ ძიმესად ვარ ჩვენ ვართ სხვა ნაწილში რა თქმა უნდა ფემიციდში და იმაში კატასტროფულად ვარ კატასტროფულ ასე რომ ხო ეგ უბრალოდ მაგას პრობლემა თუ არ აღვქოთ ჯერ ჩვენ მანდ ვართ და იქ კიდე ნუ იქ გონია რომ გავლილი ჩავლილი ამბავი და არის ესე იგი ნუ 80-იანებში დაიწყო ეგ მოძრაობა იქ და მოიპოვეს ხო იცი თავისი უფლება ხო და ვერ მოუპოვებიათ ესე გამოდის რახან კიდე აი თუნდაც ეგ კიდე არის იმიტომ რომ ადამიანის ბუნებაშია ეგ რომ ხო იცი კაცი მასკულინი სამყარო გენაცვალე და ნუ ეხლა რა ხდება პლანეტაზე ამერიკაში რა ხდება და რაღაცა ყველაფერი ხო იცი პირდაპირ მე პრიმატებთან დაუბრუნდით ზუსტად აბა ისე რა სიგიჟე არის აი ერთი პოლუსიდან მეორეზე რომ აი რადიკალურ პოლუსებზე რო ხარ ანაკით რა და ეხლა მოვხვდით გამოქვაბულის თან ახლო ტიპების პოლუსზე ნო აი კუბრიკის ეს რაც არის ხო იცი მაიმუნების ზუსტად ხო ცოჩი ხო და შენთვის რაღაც პონჩი მნიშვნელობა რომელ ლეიბლს ქონდა უფრო პირველს ასე ხო მაგან შეცვალა ყველაფერი ანუ მაგან ის გააცრა შენი
და მე უკვე ხო იცი ვისთან ქსია ეს შენი რჩევა მე ხო უკვე რა როგორც გინდა. ხო, მაგას ძალიან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მე მგონი, როცა იწყებს ადამიანი კეთებას მუსიკის, მაშინ აქვს მნიშვნელოვანი, რომ ეხლა შეიცვალა ძალიან, იმიტომ რამდენი ის არის ონლაინ პლატფორმა არის და Bandcamp-ი და ყველაფერი და შენთან შეგიძლია არა გამოსცე მუსიკა და მაშინ არ იყო ეგეთი რაღაცები და რაღაც ვალიდაციას გიკეთებს ეგ ძალიან და მე თან ნივთად რომ გამოდის მუსიკა ძალიან მაგარი შექმნა. შენ ძალიან მაგრა დაიწყე, ანუ პირდაპირ. მე გამიმართლა, ხო. იმიტომ რომ მე იცი ეს დემოების გზავნები და რაღაცები არის ძალიან იგივე ხო იცი სახეობები კასტინგს რო გადიან და ძალიან ისეთი ის არის მტკივნეული პროცესია. და ეხლა თან იმდენი მუსიკა. Sleepwalkers პირველ ალბომშია თუ მეორეში? გეტყვი ხა, მაგრამ ანუ მეორეში. მეორეში. მახსოვს ძალიან კარგად პირველად რომ მომასმენინე Sleepwalkers. შენთან ოთახში. გამოვკლევდი კი და აი დღემდე ძალიან მევასება ეხლა. პირველი ალბომია? მეორე Sleepwalkers. მე რომ ჩალიჩხამე და გოგდა მე რომ ჩალიჩავდით მე და შენ რაღაც ტრეკს და რო ვერ გავაკეთე და სადღაც უნდა იყოს აუ სადღაც ჩაწერილი არის რა ეგ არის მე ჩემ ალბომზე გამოვიდა Young Georgian Welters Mr. Queer გამოვიდა გამოვიდა მემღერი რა და შენთან ერთად როცა შენთვის დაბალი იყო ტონალობა და დაბალი ზირდად მაღალია მაგას რომელი ჩალიჩავდა ერთად აი ვაფშე მაკპონჩი არ გახსოვს ვაფშე მაკპონჩი დავმეგობრდით რა რომ ჩემთან მოვიდა ჩასაწერად მე კაკრას იმ დღეს მოხვედი შენ და რაღაც პონჩი ჩვენი რეალობა ხო ამდენი რამე არის თქვის ხო ნუ ძალიან საყვარლობა რაღაც პონჩი ჩვენი ბავშვობა რაც გავიარეთ ბავშვობა რა აღარ ვიყავით ძალიან პატარები მაგრამ მაინც თინეიჯერო იმინა ის იყო ეგ იყო სუბკულტურა ერთ-ერთი კიდევ უფრო მოშნე რაღაცა მაგარი თავის აი მაგ ცხოვრების ტიპი თუ წესი თუ რაც არის რა სიგიჟეებით იმინა პანკის მეორე ნაწილი არის ეგ ხო და ისა რა ქვია წავიდეთ ქვემოთ როგორ ქვემოთ ცოტა ქვემოთ შენ როგორ გაიცანი პირველი ადამიანი ვისგანაც სადღაც ანუ რაღაც მუსიკაში გადახვედი. გავიცანი? ანუ ხო რა ვისგან იყო ეგ? ანუ ყველა რაღაც სუისმოდა მუსიკა და მამა ჩემი უსმენდა ჯაზს და მამდა ჩემი ფორტეპიანოს მასწავლებელი და არ ვიცი ნაწილი იყო პროსტ ცხოვრების. ხო და მე ვიღაცა ტიპები ანუ იცი როგორ ტიპებზე მაქვს ლაბორაკი ჩემ შემთხვევაში იყო თქვა ეგეთი ბავშვობაში მირიან შენგელაია მირო რომელმაც სადღაც ეგის მომცა რა ქვია ინტერესი რა ანუ აი რაღაცა ტბაში კი არ ჩავჩენილიყავი რაც მაშინ ქუჩური იყო თუ რაღაც აი სადღაც ეს სხვა რეალობაც რა და პატარები ვარ ძალიან მაგრამ ნუ აი მიროსგან მივიღე ეგ იმპულსი რა რო აი სხვა რეალობაც არსებობს. მანამდე მიროც ესე იყო რა, რაღაც ქუჩის რეალობაში ვიყავით, ხო პატარები რო ვიყავით და უცბად მირომ გააძრო პირველმა ჩემამდე და მაგით დაინტერესდა ეგეთი ტიპი ვინმე იყო, ვისგანაც აი სადღაც აქით გამოიხედე, რო აქით სამყარო არის რაღაცნაირი. ბავშვობაში ძალიან აქეთ სამყაროში ვიყავი, მე რა ავიჭე. თავიდან ხო. ბავშვობაში ძალიან ესეთი ვიყავი. ცოტა გუგუებთან კიდე ალბათ სხვა რეალობა იყო. იმიტომ რომ ანუ ჩვენ რა საფრთხეებიც ქონდა ესეთი რა რაღაც განაწილების სადღაც ამ ხაზზე თუ ამ ხაზზე წახვიდოდი გოგოებთან ცოტა უფრო ეგ საფრთხე გვიან შემოვიდოდა ალბათ ნუ გამომდინარე ყველაფრიდან მაინც იცი რა იყო რომ აი საფრთხე ის იყო რომ არაფერი არ იყო პროსტა ირგულეო რა ხო და ხო შეიძლება ისე განვითარებულიყო რომ ვერაფერი ანუ არაფერი არ გექნა უბრალოდ რაღაცა თავიდანვე შვილი გაგეჩინა ვიღაცასთან რაღაცა თავად უნდა თქვენ რაღაც სასტავი იყავით რა მაგაზე მაკითხები პირდაპირ დამეს სადღაც ვისთან დამეგობრდით თუ ეგ გულისხმე და სად იყო არა ნუ მაგან გადამარჩია მეგობრების წრემ რასაკვირველია და ნუ მე გოსლაბი იყო არ მოგპესდეთ ამ გოსლაბზე ლაპარაკი ვაფშე არა ეს თემა არ გაშლილა გოგისთან ერთჯერადაც ნიკასთანაც ანუ აი მინიმალურად იყო რეალურად ნუ ხო, ნუ გოსლაბი იყო, ისეთ დროს ჩემთვის, როცა ხო ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ არაფერი არ ხდებოდა, ომები, უშუქობა, არ ვიცოდი რა უნდა მეკეთებინა, ხო, მძიმე ხალხი.
არ ვიცოდი რა უნდა მეკეთებინა, ვსწავლობდი გაუჩერებლად რაღაცეებზე, იმისთვის რომ არ მემუშავა. ის მქონდა საბაბი. მე ცოტას ვიმუშავებდი, დავაფინანსებდი ახალ სწავლას, რაღაცას შევიდოდი და მაგორიჩი რა იყო ეგეთი? ვიყავი რა თინი. სამუშაო იყო, აი NGO-ები და რაღაცები, რაც ვიცოდი იყო ინგლისური და თარჯიმნა. კი, USA-ში ვმუშაობ. ვაუ. რა საყვარლობა არის. კიდე კი აღარ მუშაობ, ახლა მუშავარი იქნებოდი. ახლა უმუშავარი ვიქნებოდი, ხო. ხო და მე სწავლაში რა მე ხდებოდა? სწავლაში არაფერი არ ხდებოდა, იმიტომ რომ არასწორ რაღაცებს სწავლობ, იმიტომ რომ არ ვიცოდი რა უნდა მეკეთებინა. შენ მოგიწია უნივერსიტეტი არა, მე გითხრა. თუ არა, იმაში თეატრალურში ვისწავლე კოტე მახარაძის თემაზე, ჟურნალისტიკაზე, ძალიან ცნობილი კურსი იყო. იქ დაახლოებით ჩემ დროს ხდება. ხო, მე ჯიპაში ჩავაბარე public administration-ზე. მეც public administration-ზე ვსწავლობ. და მე კიდე ერთხელ ჩავაბარე ჯიპაში უკვე ჟურნალისტიკას. შენ ბოლომდე გაიარე. აი დიპლომებით რამე თუ ოღონდ რეალობისთვის არ გაგისწორებინა თვალი, ხო? ხო. და პარალელურად გოსლები ხდებოდა რა. და მე უკვე ნიკამ დაიწყო მუსიკის წერა და ეგ ვერასწავლის ვერაფერს, ნერვები ეშლება. კითხვას რომ დაუსვა, შეიძლება მოგკლას. ვა როგორ ასე? გვერდზე, არა. ეხლა გაიზარდა. ეხლა ეს სხვა არის. პროგრამა რომ კითხო რამე, ან Photoshop-ში, ან რა ქვია, დაიხურა რაღაც. არა, კაია. ან იმაში After Effects-ში, ან რაღაცაც აკეთებს რა, NFL-ში, ან რაღაცა შეიძლება მოგკლას. ვეჯექი გვერდზე პროსტა უყურებდი, როგორ აკეთებდა. აგრო ვისწავლე. და მე სადღაც წავიდა დასაკრავად. და მაგის კომპიუტერზე გავაკეთე პირველი ტრეკი. ეგ რომელი წელია? აუ არ ვიცი. ეწლებში ძალიან ცუდად ვარ. ნუ 2001 ხობა. შენ რა პერიოდში დაიწყე ესე? ანუ შენ რაღაც პონჩი მაინც აღქმაში ხარ, გინდა არ გინდა ელექტრონიკაში ვოკალით. ანუ ვიღაც გოგისთან, როგორ? ხო, მანამდე უმღერე. ის არ არის რომ შენ დაიწყე დაკვრა და მანამდე უკვე მაგ მუსიკაში ხარ ესე რა, ანუ პრეზენტირებ. გოგი მომღერებდა ხოლმე. თუ манифестირებ მაგით. ის ძალიან მაგარი ტრეკია, ტუტაორი. ეგ რა არის? In a City Lights, რა ქვია? ხო. ტუტაორი არ ქვია? ხო, ეგ არის რაღაცა ხო პირველი ნიკას ხიტი. ხო და სადღაც შენ შემოსვლა უკვე მანდ ხდება. ამ სცენაზე რა. და ხო და მე რატომღაც მეგონა უფრო ქვემოთ იყო. ანუ შენი პირადი მუსიკა. არა, 2002-ში გამოვეცი. არა, 2-ში. რაღაცა დაახლოებით. ჩვენ როდის დავმეგობრდით? აი ეგრე 2001-2-ში. 2-3. 2-3. და ახალი გამოცემული ქონდა პირველი ალბომი მახსოვს. 1-ში? 2-ში ან 3-ში. 2-ში. ორამდე არ მქონდა არაფერი. ანუ რეალურად მე დავიწყე და 1 წელი არ იყო გასული რომ გამოვეცი. აი დამიკროვდა რაღაცა 12 თუ 13 ტრეკი და ეგრევე რაც იყო. ერთი რაღაცა მოვიფიქრე. ხალხს ვთქვი. სტიკერები გავაკეთეთ რა და ეხა ამას ხوار გავყიდეთ. მოდი გავაჩუქოთ რა, ოღონდ როგორ. ეხა მომივიდა თავში რომ დავტოვებთ ნიკოლაძეს, იაკობ ნიკოლაძეს 6 ნომერში კაპო არის. სპანჯა რა, სასენდვიჩე. და მან დავატოვებთ 1.50 წელს და ვისაც გინდათ წაიღეთ. თითო წაიღეთ. რამდენადაც წაიღებთ იმის შესაბამისად მეტი დაიგეშტება მეტი დიზაინით და უფრო ლამაზები. ხო, გამოვიფიქრე რა. და ან მაგარი. ჯერ პირველ რიგში ესენი ჩავამაიკოთ, ის ქნა ხო, წერენ რომ მერჩი გვინდაო. შენც ერთ-ერთი მე რომელიმე შენ იმაზე ჩვენი მაისო. ხო და დავაკრავ ამას. 8 სწავლით. როგორ მიეჩვიე? არა, ხო და მე მიჭირს, მაგრამ მე მქონდა ორჯერ მქონდა მან კურსი და ძალიან გამიჭირდა. მე რეჩვე, იმიტომ რომ არიცი რა ხალხი შეგხვდება. მაგან გამომდინარე არიან კაი ან ცუდი. შენ რამდენი წელია ხარ, რაც არის სულ იქიდან თითქმის? აუ ლეა იყო ახალი გაჩენილი, რომ ვაფშე იმაში ვაკეში დავიწყე მაშინ. CS-ში ასწავლე, ხო. მეც პირველი მქონდა ვაკეში რამიშვილის ქუჩაზე რო იყო ჯერ. რამიშვილზე არა, მე ფალიაშვილზე. მახსოვს მალე. კაი, მოდი ბარემ ვიტყვი, რომ რეალურად ეხანდელი თაობა მუსიკოსების, ვინც გამოდის ამ სცენაზე, შენი ის არის რა ქვია, კურსია სულ. რაც დაიწყო თითქმის CS, მაგრამ ნუ
აი ხა ვინც ყავს სახელოვანი ჩვენ ეხავს რა შემოთვალო ვინ არის შენ სტუდენტი იცი რა არ წაიხავს просто არ მახსოვს მე ვიცი დაახლოებით რომ ანუ რეალურად ზაქარეიშვილიც ანიც არ ვსწავლე არ ვსწავლე შენ კურსზე არა და თუ CS არ არიან როგორ არის CS ანი რაღაც CS არის მაგრამ ჩემთან სხვა კურსი იყო ანუშკა არის შენ ჭყეიძე მე ვინც ვიცი ნაზიც შენი კურსი არის ასევე იმისი მოკუმოკუს ვიცი ონას პერკუსია გაბისკირიაც შენთან იყო მალიაც კურსი კიდე ვინ ვიცი რატომ ხოც გოგოებს რომ მივედი მისუ ხო და დარჩენ შენ გახსოვს ახლა მე ესე ვინც ვიცი რა შენ გარშემო ადამიანები და რამე ნუ ბევრი არიან რა გადანაწილებული როგორ გაქვთ ერთად მიყავთ ერთად ვაკეთებთ ხო გადანაწილებული როგორ გვაქცი მე ვარ ბუა კურსი არა ნიკა უფრო თეორიულ ლექციებს ატარებს და ხო აი თეორიულ რაღაცა ისტორიაზე თქვათ რაღაცა მიმდინარეობებზე რაღაც პირველ სინთეზატორზე იმაზე აი ხო იცი რაც არის ეს თეორიული მაგებს კითხულობს არა მარტო და მე უფრო პრაქტიკულ რაღაცებში ვარ ეგ თავის ენციკლოპედიურ უნარებშია ვიკიპედიურში ხო მე მქონდა ეხა კურსი და მივხვდი რომ მოვიდნენ არ ვიცი შეიძლება ეს ამოსაჭრელი იყოს მოვიდნენ იცი რატო რომ გონიათ რომ რაღაცა ისეთ საიდუმლოს ვეტყვი რომ ეხლა მუსიკის კეთებას დაიწყებენ და საიდუმლო არის ის რომ უნდა აკეთო მუსიკას ანუ დავალებას რო აძლევდი არ აკეთებდნენ ანუ აბა როგორ უნდა ისწავლო ხო ნუ ჩემთან მასულან ძალიან ხშირად ჩვენთან კითხვით ან ღია კარზე რა კიდევ კაი კურსზე არ მოვიდნენ რომ ის რა ქვია იმას გვასწავლეთ მარკეტინგს როგორ გავუყიდოთ მუსიკა და ერთ ტრეკი არა აქვს დაწერილი ჯერ ხო იცი და მეთქი просто ხო იცი და აი მაგ დროს მინდა ხოლმე რა მაგ დროს არის ხოლმე მე ვიწყებ კივილს და ნიკა არის ხოლმე შემაკავებელი რა ეს ცეცხლი თუ არ გინთია რომ აი მუსიკა უნდა აკეთო რა სანამ სისხლი არ წამოგივა და მე ხო იცი ცოტა მისავით რაღაცა sacrilegious ისა მაგ მუსიკასთან ზედმეტად რაღაც ხო იცი იმისავით ვიცავ რაღაცნაირად ეგრეა ხო მაგრამ ეგ ნაწილი შეურაცხყოფა არის რომ რას ნიშნავს ხო იცი რა საბოლოოდ მახსოვს ძალიან მაგარი იმედგაცრუება მქონდა პირველად როცა შევედი ინტერნეტში ხო რო შევედი ინტერნეტში მაშინ იყო yahoo.com აი ახლა მაშინ Google-ი არის და yahoo.com-ზე შევედი და ესე იყო სფეროები რა სფერო განიცდის და მეთქი მუსიკა ანუ ვაფშე აზერო რა არის ეს ინტერნეტი რა და შეგიძლია ყველაფერი ნახო ესე მითხეს და შევედი და მუსიკას ვეძებ და ბიჭო პატარად არის მუსიკა entertainment-ის ქვეგანყოფილებაა ისეთი შეურაცხყოფილი ვიყავი რომ მეთქი ანუ მუსიკა თქვენი entertainment-ია თვები ანუ პირველად გავიგე მაშინ ეგ ფრაზირება რომ გართობა არის მუსიკა რა ანუ ჩემთვის უფრო რელიგიას გავდა ვიდრე რამე სხვას რა ხო და შენ რასაც იძახი ეგ მარკეტინგული ნაწილიც ასევე მნიშვნელოვანი არის რაღაც მომენტში მე საბოლოო ჯამში რომ მაგრამ ჩემთვის ანუ ჩემ საქმე არ არის ეგ ეს მაგრამ იდეაში ეგეც უნდა შედიოდეს აი ხა თუნდაც რა ჩვენ ჩემ სფეროში გეოვნები ქვია სამსახიობოს ჩვენთან არ გვაქვს ტრეინინგი თუნდაც ყველაზე კარგად სადაც იყიდები კასტინგზე რომ მიდიხარ. ეგ ტრენაჟი არ გავლილი, ანუ ჩვენ რომ მივდივართ ვიბნევით ამ რეალობაში გაზრდილი მსახიობები და ამ დროს რომ მინახავს თქვათ აი სკოლებიდან რა სადღაც ბრიტანული სკოლიდან იქიდან ტიპები რომ შედიან კასტინგზე რას აკეთებენ. ანუ აი უნივერსალური ანუ კარგად დალაგებული აქვს ეს ფსიქონაწილი, ფსიქოლოგიური ნაწილი, მაგის მზაობის, იმისი პრეზენტაციის თავის და იგივე არის მუსიკოსის შემთხვევაშიც ეგ მხარე რომ როგორ გაყიდო მე საბოლოოდ. არ არის საერთოდ. არა თქო, მაგრამ უნდა მოიცავდეს სწავლებაში წესით. არ უნდა მოიცავდეს. იმიტომ მაშინ ტვინი ნახე, იცი როგორ რაღაცა არის, აი ეხაც ხო? ის რასაც ვაკეთებთ მუსიკოსები მაგალითად რეალურად პრომოუშენს უთმობთ ლეიბლი თუ ხარ, მუსიკოსი თუ ხარ და ლეიბლი თუ გაქვს კიდე ზევიდან რა. აი ჩემ მეგობარი მეუბნებოდა აგეფი მიყვებოდა რომ 80% არის პრომოუშენი და 20% არის დროის უთმობ მუსიკასო და გავაფრინო, აღარ შემიძლია, არ მინდაო ეგრე რა. და იმიტომ რომ დრო მიაქვს, ენერგია მიაქვს და რეალურად ძალიან ფასეული რაღაცა არის ეს დრო და ენერგია და კონცენტრაცია. ხასაგები, მაგრამ აი მართლა ეცია მაგას ცალკე კურსები აქვს და ცალკე სწავლობენ. არა, მე შენ იმას არ ვიძახი, რომ შენ უნდა ასწავლო ეგ.
თვითონ სასწავლებელში ეგუნა იყოს. ხო, მაგრამ მე მაინც არასწორი მგონი, აი თუ ვიქენი თუ რაღაც როგორც პერფექციონისტი ესე ვილაპარაკე, საერთოდ მუსიკასთან რა კავშირი. იმ დღეს ხათუნამ ჩემო მეგობარმა დაგვიკომენტარა, რომ ანუ ესო რა საშინელება ხდებაო რა, რომ ყველაზე არასრულყოფილ სისტემას მიაბეს ყველაზე საკრალური რამ. ანუ ნახე მუსიკა რაც ყველაზე საკრალურია ყოველ შემთხვევაში ჩემთვის კაპიტალიზმს მივაბით. და მაგით განისაზღვრება კარგია თუ არა. არ განისაზღვრება მარტო. როგორ არ განისაზღვრება? კომერციული მუსიკა განისაზღვრება, ანუ კომერციული. გასაგებია, მაგრამ ანუ ხვდები ხა შენ რასაც ლაპარაკობ, რომ აი პრომოუშენი და ეს არის მიბმული რაღაცა საშინელ სისტემას, მიბმულია რაღაცა ღვთაებრივი მე რა. მგონია დაახლოებით იგივეა, მე რასაც ვიძახდი ამ მსახიობის შემთხვევაში, რომ თავის პრეზენტაცია შეგეძლოს ისეთი კარგად გაყიდოთ. მე მესმის რომ რეალობა ეგ არის. რეალობა ეგ არის. მე გეუბნები უბრალოდ პერფექციონისტულად თუ დისტრიბუციას ვინც გიკეთებს რა. ეგ ხა რა თქმა უნდა სხვა არის, მაგრამ შენ ხო რაღაც ანიბანი უნდა იცოდე, მაგ როგორ მიუდგე, როგორ ეურთიერთო ამ დისტრიბუტორს თუ ვინც არის ლეიბლს თუ ვიღაცას. რავი, აი კოკა. ელემენტარული სტილობა და მეილის წერა უნდა იცოდე რა, ხა მეტი არაფერი არ მოგეთხოვ, რეალურად რას გთხოვენ უკვე ბევრი არის, ხო იცი? უნდა დაწერო ბიოები, რა ქვია, კონცეფციები უნდა წერო, უნდა იჭყლიტო თავის საერთოდ არ მაქვს კონცეფცია ძალიან ხშირად და ვერ ვიტან მუსიკაზე ლაპარაკს, ცუდად მაგის გამო კარიერებზე მithქვამს უარი. რომ აი ბიო გამომიგზავნე და არა, სიგიჟე არის მართლა ძალიან ხშირად. მე რაღაცა პრომო ფოტოები გადაიღე, ისქენი ეგება პატარა ვიდეოც და რაღაც და აი რა გემართება, იცი მან უკვე აღარ გინდა არაფერი საერთოდ და ის რაც დაწერე, იმაზე კიდე უნდა ილაპარაკო და მაგ ყველაფერში ისე უფასურდება და ხო მესმის, ხო, მაგრამ რეალურად რაღაცა დიდ მასშტაბზე რო გადიხარ, ეგ მაგრამ მე მთავრდება ეს ყველაფერი და ხო გამოეცი რა. შევინმე ყავს მომენეჯერო ტიპი. აი მაგარია. აი ხო და ეგ არის. თუ მაგის საშუალება და მაგამდე მიხვედი რომ ვიღაცა ყავს. ჩემ მეგობარი არის გერმანელი, რომელიც ბევრი წელი ამყავს. ხო, ამიტომ შენ არიდებული გაქვს ეგ. მე არიდებული მაქვს აი ლაივების მხარე, თორე მე ანუ ჩემ ალბომს როგორ შევფუთავდა რაღაცა მე თვითონ. არა, ეგ თავის ან პროდიუსერი ან მენეჯერი არის, რომელიც ტექნიკურ ნაწილს გილაგებს. და სადღაცას ხო და მე მაინც მგონია თქო რომ ეგ მინიმალური ცოდნა ადამიანს რომ თუნდაც მენეჯერი მოიძიო ის მოიძიო რო არ მოტყუდეო მენეჯერი აი რაღაცა იცი აი ეს ავანტურისტული ნაწილები გარეშე ვაფშე ვერავინ ვერ გაიგებდა ჩვენ მუსიკას ალბათ რო არ იყოს კოკა სტოკტონი რა მაგას ანუ აი საერთოდ არც ვეცდებოდი რომ რამე მექნა რა იმიტომ რომ ეგ ტიპია ვინც ნადირობს და ალაგებს და შეთანხმებებს დებს და რაღაცა მთელი მით უმეტეს ეხლა რა ადრე მაინც რაღაცა ხო ხოძე ვიყავით თუ ვერ გავიტან რაღაცა ისედაც რა თქვი? ჩემი ხო გავიტანე მაინც რომ მნიშვნელოვანი არის და დამეზარა უკვე კამათი და რა ხაზე ვისკი შვება დალი რა შენს რა ცოტა მეკამა მიდი რა ცოტა შეუთი შენ რაღაცა შენს ჩემ მხარეს უნდა იყო შენ მხარეს ვარ მაგას არა ძალიან მოდუნებული ეს თავის სახშია კარგად არის. მე ჩამომიყვანეთ. მარტფორდ 1708 და სად იყიდება ბახა? ვისკის სახში და ალკორიუმში. ხო, ნუ საკმაოდ გემრიელი ირლანდიულია კინაცვალე საუკეთესო ტრადიცია. ეხლა არის საღამო გვიანი. საღამო გვიანია. აკბნელა. ხო რა. რასაც აგასცემ შენ, რასაც ადამიანებსაც სადღაც იცი რა ძალიან მაგარია, როცა პროცესში ინფორმაციის ეხმარება. პროცესი ზოგჯერ ძალიან მეჯიკ არის ხოლმე, როცა კაი კურსია და კაი კურსი, არ ვიცი, აი კაი კურსი კაი ადამიანები, ანუ დაინტერესებული ადამიანები. რაღაც თუ შედგება რა, აი რაღაც ბალანსი არის, ვერც ხვდები რა არის რა. შეიძლება უცბად არ შედგეს, ძალიან ნიჭიერი ყველა რო იყოს. აი რაღაცა არის ხდება ხოლმე, ვერ ვხსნი. მე მგონია რომ ინტერესი პირველ რიგში ადამიანებისგან, ვინც მოდის მართლა. და გახსნილობა და მზაობა, რომ ხო იცი, რაღაცა მიიღოს და არ იყოს უკვე გარდით, ხო იცი, თავიდანვე და რაღაც. და მე ხოლმე ძალიან მაგარი რომ ამთავრებს და რეზულტატს რო ხედავ და იმ ადამიანს რო გამოსდის მართლა და რო უყვარდება უფრო ეს პროცესი ეგ ძალიან მე რასაც აკეთებთ კოლაბები რო გაქვთ ხოლმე სტუდენტებთან ის რაღაც things რაღაც რა იყო things რა things იყო
რა თქმა უნდა. რაღაცა შავი ქავერით იყო, მეური თქვენი და ასეთი იყო, მე მეოთხე კოლაპს ვაკეთებთ ახლა. სადღაც მაქვს და ჩემ. ხალხნო არ მახსოვს არაფერი, იმენა არასწორი. ხო და ეგეც კაია, მე უკვე იმ იგივე სტუდენტებთან. ჩვენ სულ ტრიალებთ ერთ იგივე იმაში, სულ ბრუნდებით. ძალიან მომეწონა, სადღაც ეს მე მგონი SoundCloud-ზე შემ. და No Signal არის, გამახსენდა მეორე. ეს კურს გამოშვებულების კოლაბებს აკეთებთ არა, ნახე როგორ არის, ცხადდება, ეს არის საით რაღაც კურსია, რომელიც არის ონლაინ, პროსტა არ ხვდებთ ერთმანეთს და ვისაც უნდა იღებს მონაწილეობას. მაგრამ ძირთად მოდიან ჩვენ კურს დამთავრებულები, რაც ძალიან მაგარია და ერევიან ახალ ხალხში და ეს ძალიან გვეხმარება. და ონლაინ ვაგზავნით ერთმანეთთან სტემებს, რაც მათემატიკურ ძალიან რთულ დაყოფას ვაკეთებთ ალგორითმულს, ვინ ვისთან იქნება, ერთი კვირა ვიქნებით, თქვათ, შეიძლება 3 კაცი კოლაბობდეს ერთად. და ყოველ კვირა ეცვლება და ეს ტრეკი გადადის ახალ სხვა და შეიძლება დაამთავროს ვაფშე მესამე კვირის ხალხმა. და როგორ უნდა მოხდეს და ონლაინ ადამიანებმა? სტემებს როგორ უნდა მოხდეს? სიას უნდა როცა ცხადდება ეს ღია კარი, უნდა პროსტო ისქნა. არა, ანუ აი ამ კოლაბში კურსში არ უნდა იყოს. არ უნდა იყოს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩაეცი. ფაიზია. აი ხა გავაკეთე, ხა გამოვუშვებთ მეოთხე კოლაბს უკვე. მე შეიძლება რა. კი, აბა, იცი რა მაგარია. აუ, მაგრამ და მე აინტერესებს. ბევრს მუშაობ ძალიან, გინდა არ გინდა. ხო და რაღაცა CS-ი დებს ამ ასრო და უნდა გეტყვი მივიდნენ. კაცო, როცა იქნება ახალი. არა, ისეც ხალხმაც რო No Signal გაიგოს, არის, რო უშუალოდ მეგონა If Strangers იყო. არა, If Strangers არის, ეს არა ქვია. ვიღაც არტისტი. ანუ ხვდები საიდან გავიდა If Strangers Things, აი The Stranger Thing-იდან გავიდა. Strangers ქვია ამ კურსის ბენს ასე ვთქვათ რა, იმიტომ რომ Sue Stranger-ები არიან და If Strangers და ეს კი, სწორად მიხვდი. არის კოლაბის ხო? მე ხდება ეგრე სალომე ამბობს ხოლმე რაღაც სასწაულ სიტყვას და მე ასოციაციურად სადღაც ლაგდები. და ამ კოლაბზე გეტყვი და მოდი მართლა იცი ამაგარია, მოდი რა არ გჭირდება არსად მოსვლა აქედან გააკეთე. ეგ არის ძალიან მაგარია, ძალიან მინდა. და მე ორ კვირაში ერთხელ ვიკრიბებით ციაში ვუსმენთ, რაღაც შეჯამებას ვაკეთებთ, საით მივდივართ რაღაც, ხო იცი? კაი, მოდი ცოტა კიდე შეგიჩხიკინებ. რეალურად აქ ანუ რეალურად ამ მუსიკაში შეხვედი ცოტათი ნიკას და გოგის სრულიად ცოტათი ინსპირაციით. ეგრე გამოდის? ხო, მაგათმა დამაწყებინეს, იმიტომ რომ ეფელი რო არ ყოფილიყო, მე არ მაქვს კლასიკური განათლება არანაირი და ფორტეპიანოზე არ დადიოდი? დავდიოდი ძალდატანებით, ნოტები ვერ ვისწავლე. მეც ეგრეო. 10 წლებში. 10 წლედიც. ოღონდ არა 10 წელი არ მისწავლე, 6 წელი გამაქაჩინეს. მამიდა ჩემთან დავდიოდი. თან შენ იქვე იყავი, გინაცო კონსერვატორიაში. გოთხი დანთახში გადავდიოდი და მე მგონი კარნახი არ დამიწერია ცხოვრებაში. ხო, მაგრამ რაღაც პონჩი შენ ჰარმონიებს თითქოს ეგ განათლება ეტყობა. ხო და მეუნებიან სულ, მაგრამ ვერ ხდება, ალბათ პროსტა ძალიან ბევრ კლასიკურ მუსიკას ვუსმენ. იმიტომ რომ გაჟღენთილი ხარ ხო? აი მეც რეალურად მეც ის მაქვს 7 წლედი ვარ. მაგრამ იმ 7 წლედან არაფერი არ ამიღია და აი რაღაცა ეს მუსიკალური აღქმა და ის რაც მომყვება სახლი არა დედაჩემიც მუსიკა. ზუსტად ხო? იცი რა არის, შეიძლება რაღაცა ტექნიკური ამბავი შეიძლება ეტყობოდეს, მაგრამ ჰარმონიულად მგონია რომ ვაფშე აი რაღაცებს ტრეკებში ხო იცი გონია რომ ვაფშე მუსიკა არ გაქვს მოსმენელი ხო აი ნახე აი ხო მიდის რაღაც და უცებ ისეთი გადასვლა არის რომ თავი მიფეთქდება რა ანუ ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი რომ მან შეიძლება გადახო მაგრამ კოტესთან რასაც ვლაპარაკობდით რა კოტესთან რაზეც ვბაზრობდით რომ აგება რო იცი სადღაცას რა აი ის დარღვევა გამოდის ლამაზი და აი ესე პროსტა აი რაღაცა დაარღვიე ხო არ არის რაღაცა და ადრე მეუნება ვიღაცა ხიცი აი ვიღაცა ამხან მეგობარი კომპოზიტორები და ვისაც დამთავრებული ქონდა რაღაც ფორმალური განათლება ქონდა რაღაც და მეუნებოდა არიცი რა ბედნიერი ხარო იმიტომ რომ ყველაფერაც ვისწავლეთ ახლა მაგის დანგრევა გჭირდებაო და ძალიან რთულია მე რა სწავლობ მაგას და ეს აწובה რომ პირიქით უნდა იცოდე რომ დაანგრევი აი მე არ ვეთანხმები იმის დეკონსტრუქცია შეგილია თუ რა ორივე არის გზა მე ყოველჯერზე ველოსიპედს ვიგონი მე ვარ ძალიან პრო განათლება მაგრამ აი თქვა და
რა ქვია 22 წლის ასაკში მომინდა მუსიკის კეთება და ანუ საწავი და 10 წლებში ვეღარ წავალ რაღაც და იმიტომ არ დავწერო მუსიკა რომ განათლება არ მაქვს იგიჟე არა ეგ თავისთავად მაგრამ მგონია უფრო მდიდარი ხართ სადაც კი რა თქმა უნდა რაც უფრო მეტი განათლება გაქვს მით უფრო მდიდარი ჩემთვის უთქვამს აი პროფესიონალი გიტარისტი რასაც ქვია ეგ გერმანიაში მუშაობს სეშენ გიტარისტია და ნუ აი ყველაფერი იცის რაც შეიძლება მუსიკას და არის სწავლო მითხრა ხვდები კი აი ძალიან მაგარა აი ნებისმიერ ჟანრში ნებისმიერ ამას დაგიკრავს მაგრამ აი ეს უფრო აუთენტურიაო რა რასაც აკეთებს ხვდები მიგნებულია და არა ხელოვნურად შექმნილი ეგ უფრო საყვარლობაა ვიდრე აი ხარ რა რაღაც გრამატიკის ასე რომ ანუ ეხა ჩვენ მოგიგეთ არა ინდივიდუალური არის რა ეხა რო აიღოთ ჯგუფები რომლებიც შეჩემა თქვათ რავი Fate No-More-ები და ვიღაცები ხო რაღაც კაი სასწავლებლები იყვნენ ანუ ჯულიეტ ანუ ეგეთ ჯგუფებს ეთყობოდათ ეგ ბაზა. აი ესეთი რა ქვია, კონსერვატორიის. მე ვარ თქვენს შუაში ვარ, იმიტომ რომ შენს გეთანხმებით და ნიკასაც, იმიტომ რომ იცი როგორ არის, როგორც ორივე გზა არის, მართალს ამბობს რა ორივე არის გზა. ეხა მაგალითად მე ძალიან ნიკას მხარეს ვიყავი რამდენიმე წლით ადრე, იმიტომ რომ მე დავიწყე რაღაც მომენტში დავიწყე კლასიკური ინსტრუმენტებისთვის წერა მუსიკის რა და მან გამიჭირდა. იმიტომ რომ არ ვიცი ნოტების კითხვა. ვერ ვხვდებოდი რა შესაძლებლობა აქვს ინსტრუმენტს და რა არა აქვს რა. მაგალითად ფორტეპიანოსთვის წერდი ისეც, რომელიც 4 ან 6 ხელი და ერთი ფორტეპიანო ვერ დავკრავ და სიმებისთვის წერდი ნაკლებს ვიდრე შეეძლოთ და ის უმქონდა ესა რა ქვია disappointment რომ აი რატო და მან მქონდა რომ აი ხა რომ ვიცოდე სოლფეჯიო არაფერი არ უნდა ხიცი მეცოდინებოდა რა სპექტრი აქვს რა შესაძლებლობა აქვს რაღაც მე ნელ-ნელა მაგასაც სწავლობ გამოცდილებით რა მაგრამ ცოტა ესე გიწევს რა მაგრამ გამოცდილებით სწავლობ და ეგ მაგასაც თავისისა აქვს რა ხი სადღაცას შენ კონკრეტული იმაში არის მართალი რომ შენ მუსიკაში ეგ რამდენადაც თქვი რომ სადღაცას ცოდნა არის თქო ოღონდ შენი არაპროფესიული ცოდნა არის უბრალოდ რაღაცა ჰარმონიების რაღაც ნაკრებები ქონდა და იმის დარღვევა დაიწყე მაგრამ თან სადღაცას ესე სრულად პირველ ალბომში ხდება ანუ ახსოვს როუსმენ ეგ არის რომ აი რაღაცა თემა იწყება თითქოს და აი წდება მე ხდები აი მაგაში შეიძლება ესე თუ ჩაეძიერო და ლამაზი მაგიტომ არის რომ ეგრე წდება ხდები და მაგ რო ცოდნა ქონოდა ისე გაიშლებოდა რომ აი ხუთოსანი და აი ვიღაცა მე არ მაქვს ერთ ხასიათში არ მაქვს რომ არ ვარ თანმიმდევრული მუსიკა ანუ რეხა რომ უყურებ ეს ჰაინდსაიტში უყურებ და რომ მოусმინო ან ვიფიქრო ყველა ალბომი და ყველა ტრეკი არის ძალიან ეკლექტო ანუ ვიწყებ რაღაცის და მე მთავრდება ვაფშე სხვა რაღაცით ანუ არ ვარ თანმიმდევრული ამიტომ ვერასდროს ვერ გამომივა ხიტი იმიტომ რომ მაგრამ პანკი ხარ ამ რეალობის ო რა როგორ პანკი ხარ თქო ამ რეალობის რა ანუ ეგ რო აი მაგაშია რა შენი ნიშანი რა რომ აი პანკი ხო ეგ არის რაღაცა რაღაც ისისა და რღვევა არის რაღაც. ნუ იმედ მადლობთ რომ მეონებ მაგას, იმიტომ რომ ალბათ შენი ხელწერაა ეგ. მადლობთ. ეხა მე და მე ალბომებს აგულისხმობ შენ გეთანხმები ხო, გეთანხმები უკვე იმდენი წლის ვარ შემიძლია თქვა რომ არის კი. კი, ნამდვილად არის. ხო და გინაც თავისი უნიკალურობა აქვს, რა ხეცი. დღემდე რო არ გწინდება არასდროს. რას ამბობ? აი დღეს არასდროს რო არიცი რა სიწყე. ზუსტად ისე მიყვარს მუსიკა დღეს, როგორც ბავშვობა, ანუ იმ დღესაც ვამბობ, ვაფშე არ მჯერა რომ ფულს მიხდიან მაგაში ყოფილი. ხო და შეჩიმა თან პარალელურად რეებს ატრაკებს. აი შემილია რომ დამიკიდო და პირიქით მართლა სიგიჟე არის ხო მაგაში რომ იმაში playground-ზე რო წავიდეს ბავშვი და ფული რო გადაუხადა. ქვიშაში რო ითამაშა და რაღაცები რო გააკეთო და მაგაში რო ხო და ბავშვები იმიტომ ვართ. აი ეხა სად გადავაბი? იმიტომ რომ არ ვიცით და ვეძებთ აღმოჩენაში ვართ სულ. ზუსტად ხო. ხდები აი მე შეიძლება ვიჯდე და რაღაცა 1-3 საათი რაღაცის აღმოჩენაში და გავარტყარო, ვა, ნახე რა მოვიგონე და ერთი კვირა ამის გამო კაი ხასიათზე ვიქნები. ზუსტად. როცა რომ ცოდნოდო ამას გავაკეთებდი, ხო, ესე. კი, ისიც თავისი გზა არის, მაგრამ აქ უფრო ფან არის რა. კიდე იცი რა არის რომ მანდარი. არა, იცი რა არის მანდარი რომ მე მგონი
მიდგომაზეც არის მანდარი რომ კომპრომისს აკეთებს ადამიანი რომ თავის დროზე რაღაც კომპრომისს აკეთებს თავის თავთან და ამბობს რომ მე მინდა ესეთი მუსიკოსი ვიყო და მე მინდა რომ აი ამას მივაღწიო შენ რომ გადაწყვიტა მუსიკოსობა რაღაცის ამაგის გამო ხარ გადაგიწყვეტე რომ მიღწევების და accolades და რაღაცის გამო ხო იცი არც გადაგიწყვეტია ხო რაღაცნაირად ისე მოხდა და რომ ეგრეც უნდა გრძელდებოდეს ხო როგორც საჩუქარი მოვიდა ჩემი ნება არისო ეგ ვინა შიგნით რაღაცა იწოდა ზუსტად ვიცი რომ ვიღაც ადამიანები წყვეტენ უბრალოდ რომ ესე და ანუ სამსახურივით არის უფრო ხო ნუ ეგეც არის და იმაცაც არაფერი ანუ არ შემიძლია ანუ ბევრი გზა არის მოკლედ რამდენად მუსიკაც არსებობს იმდანაირი კომპოზიტორი არსებობს რა და ყველას აქვს თავისი უნიკალურობა თავისი რასაკვირველია ხო და რაც ქსიამოვნებს და რაც მისაღებია შენს თავარია რომ შენ თავთან რაღაცნაირად ხო ნუ საბოლოოდ ეგრე არ შეგრცხვეს რომ მოусმენ რაღაცა ხო ისი რა შემცხვენია კიდევაც არა როგორ არა ოღონდ სხვა რაღაცების გამო ხო იცი იმიტომ კი არა რომ მოვიტყუე რაღაცაში საერთოდ არა შეპირიქით ძალიან ხო მაგრამ ის რისით შეგრცხვენიათ რაღაც დროის მერე მაინც მაგანს აუ რა საყვარელი იცი არა მე საყვარელი ხო და მაგას გეუბნები მე ძალიან მე ხვდები რაღაცა და პატიობ ხო იცი მე ხვდები ოღონდ რო უნდა გავიდე ცოტა ასაკიც იყო რომ რაღაცები ცხენოდა და ეხლა ცოტა ისე უყურებთ მაგას რომ რაღაცა ნორმალური შეცდომები ნორმალურია ყველაფერში ეხლა ცხენია აი რა არა იცი რაღაცა ეს გაკეთებულების უფრო ახლებისა ძველებისა ძველი ყველა მიყვარს და ძალიან ის არის ხო და შეხედე ისე რომ რამდენიმე წელიწადში ეს იქნება ის ძველი აი ზუსტად ეგრეა ანუ მე გააზრებული გვაქვს და ადრე არ ქონა გააზრებული და აუ ეს რა გამეპარა იყოს როგორ ჩემ თავს აღიქვავ რა ეხლა ჩემ ძველ რაღაცებს რომ უსმენ რა რაღაცები ცოტა ინფანტილურია რაღაც ისე და რა საყვარელი ვიყავი მაგ დროს იმას კი არ უყურებ შეცდომები არის ყველაზე ლამაზი რაც კი არსებობს იმიტომ რომ ანუ არიცი და როგორ უნდა გააკეთო გამოცდილებით მოდის ხო იცი და ზოგჯერ ხვდები ხოლმე რომ ხალხი ჩალიჩობს რომ შეცდომები დაუშვას ეგ ძალიან ისმის ანუ ეგ არის შენ დაკვანტაიზებული ყველაფერი ხო არ გვიყვარს რა ცოტა ხო მორყეული იყოს კლიკები და მოჭრილი არასწორად შენი ხასიათი არის ეგ შეცდომები რა ეგ მაგების კი არ მაგებს არ მაგ რაღაცებს არ ვამბობ ცხენია თქო ეგ არასოდეს არა ხო და არის მარტო მე რო ვიცი ხო იცი მე ვერ გაიგებ სხვა და სადმე ისეთ გაყიდულ ხარ სადმე რო ცხენია რაღაცა ისეთ გაიგეთებია ან პერფორმანსი ან რამე ტრეკი კი საშინელება მოგეყვათ აი ძალიან ოღონდ ძალიან სასაცილო ჯოჯოხეთი გახსენე მოკლედ ერთ-ერთი პირველი წელი არის როცა ტური მაქვს რაღაც და იტალიაში ვარ ტურინში რაღაც ფესტივალზე და უნდა ვიმღერო და ნუ ძალიან ცოტა გამოცდილება მაქვს და ძალიან ისე ვინერვიულა რომ გადავკარი ერთი ბოთლი არაყი მე მგონი თუ ნახევარი და ნუ ისეთი მთვრალი ვარ რომ აი რა და ეს რა ქვია და ძალიან მწვენია ჩემი ხმის რა და ყოველთვის ვატარებ ძალიან ბევრ იმებში ეფექტებში და ადრე ესე ვიწერდი ახლა მე ბოლო ალბომში ცოტა ვისწავლე რომ სუფთა იყოს და იმის ლაივის დროს ხო საერთოდ აი რაღაცა განუკითხავ იმებში ვატარებდი და ძალიან დიდი დილეი და ეკო მაქვს დადებული და ღერი რაღაცას და ამას უთქვის დროს დავაფოყინე და ძალიან დიდი დილეი აყებდა ოღონდ მე წარმოვიდგენ რა მომივიდა და ალხი გაგიჟდა იმიტომ ეგონა რომ აი უკანასკნელი პანკი ვარ და ამასაც კადრულობ სცენაზე და აუ როგორ გადაირიან იცი მეთქი კიდე ერთი საიდან ამოვიღოთ ხო და ეგ არის ზუსტად ხო და ეგ არის რა ეგეთი რაც რაღაცნაირად გონია რომ ის არის რაღაც უხერხულობა არის ეგ უხერხულობაა ჩვენი ხასიათი სადღაც სანუ ესე ჯდება და ჯერ მომსვლია ძალიან ბევრი რაღაცები მომსვლია ესე არ მახსოვს ძალიან კაია მაგრამ ყველა რაღაც პატარა ხეთ მეორე დღეს რომ რაღაც ცხენია სულ მაქვს ეგეთი დღეები აღარ მწვენია ძალიან დიდი ხანია არაფერს. მოკლე ვადით მწვენია აწი რა, ისე აღარ გვაქვს რომ ამის გამო ვიგლოვოთ და დედა გვეტიროს რა, просто სადღაცას. მაგრამ აი პატარა კრინჯი მე რო აღარსო, მაგით აღარ მწვენია არაფერს. შენ ნიკას ხარ და მარტო რაღაც ისრიცი უნდა გწვენოდეს. აი და 2000-იანების ვარდების. ეს ყოველთვის გიყო. ეს არის შენი სინდის. უსტა თეთრი ვარდი, კინიო. აუ მართლა. ეს ვარდი იმინა ის არის ხო?
ეს არის ხო? ოკა მე მასენებს რომ საიდან მოვდივარ. მამა შენი გიყურებს ხო და ტყუილა ხო არ კიდია ეგ სიმბოლოა ეს ისე ყანყელებს რომ მეგონი დაიმტრევა? რაღა შენზე დაიმტრევა. ხო. ისინი ზიან ალაგ-ალაგ მამონტები. ის კორპის ხო? მუსიკალური მამონტები. გოგის არაწყენინო თქვენ. გოგისთან ერთი ეპიზოდი დავჭირე რომ მაიკებზე რომ წავიდა ლაპარაკი და გოსლაბზე რომ შენ რო თქვი აბა წითელ მაიკას ხوار ჩაიცვა და აი გოგი არის დალტონიკი არ გითხრათ? ფერებზე რომ ლაპარაკობ. არა, მაგრამ რატომღაც ვიცოდი რომ დალტონიკია. იცი, არა, რატო ალბათ მე მოგიყავებ. გოგის ხო მე ვაშავებს უყურებ. ბავშვობაში მოუტანს როგორ მიხვდა. ადრე რო იყო რაღაცა ლეონარდო და ვინჩი თუ რაღაცა ერქვა, ესეთი ძალიან გრძელი, ფანქრების ესეთი გრადაცია იყო, ყველაფერი თუ რაღაცა და გოგი მეკითხა რომ ამდენი ერთნაირი ფერი გირა. ასე ხარ. ხო. რა საყვალობა არის. გოგი ძალიან საყვარელი იყო, ანუ თვითონ ყველაზე საყვარელი. როგორიც გამოვიდა რა მთელი ეპიზოდი, აი რაღაცნაირი მშვიდობიანი თავისი, აი ამ შენ უფრო კარგი ის გაქვს მაგის. არ ვიტყვი ეთერში. არა ძალიან კაი არის. და მაგაზე ბევრმა მომწერა მაგის ინტონაციაზე, რომ პროსტა რა საყვარლობა არის. როგორიც არის. ნეტა ეგეთი მშვიდა. თან ნეტარებაში, ხო. თან აი თავის ეგოს არიდებით და ყველაფრით. კი ბატონო. გოგი სულ ეგეთი იყო, ხო? გოგი? ხო. ნუ ხო, რაღაც მუდში ხო. გოგი ყოველთვის ეგეთი იყო, კი. აჭრილი გოგი არ მინახავს. არა, არც მე არ მინახ. ცოტა, ანუ გოგის მეებში რაც შედის აჭრილობა, რაც შეიძლება იყოს, ხო, ნუ ჩემ აჭრილობასთან არც ხარ ვერ მე. ჩვენი აჭრილობები ძალიან კაი არის მომწონს. ეხა კიდე ხარ რაღაც ალაგ-ალაგ მაგ ფაზებში აჭრილობები. ისე მძაფრად რაღაც უკვე სულ ერთია იცი რომ შენია ეგეც რა. სადღაც ალბათ. ბიჭო, იცი როგორ რაღაცა არის, ხო უკვე ჩემი კი არა, სხვა პასუხისგებლობა მაქვს, ხო იცი, ესეთი აჭრილობებია ცოტა გლობალური და სხვებზე აჭრილი რო ხარ. მესმის. ლეას მომავალზე რო ვფიქრობ და რაღაცა ქვეყნის მომავლიდან რომ პლანეტის მომავლიდან მე რო შემოდიხარ რაღაცა კონტინენტზე, მე კონტინენტზე პატარავდება ქვეყანაზე, ქვეყნიდან შემოდის უკვე ოჯახში და მეგობრებში. არ ფიქრობთ, რომ სულ ესე იყო კაცობრიობის ისტორიაში, უბრალოდ ჩვენ ხა ამასაკში ვართ და რაღაცა შვილები და რაღაცებზე ნერვიულობ. იცი რა არის, მე მგონია, რომ პროსტა მე ემოციურად ისეთ პიკს მივაღწია უკვე ტრეშის, რომ არ ვიცი, იმიტომ რომ კოვიდიდან რომ დაიწყო, აღარ აი ამოსუნთქვის საშუალება არ მქონდა, თორე როგორ არ იყო ყოველთვის. კი. და ხო იცი რაღაც საუკუნის დასაწყისში, რაღაცა ჭირები, რაღაცა საშინელი ისინი, ომები ყოველთვის. მაგრამ ჩვენთან ახლა უხერხულობა იმას ქონდა, რომ აღარ ველოდებოდით ეგეთ გარდატეხას. უბრალოდ არ ველოდებოდით. ნუ ეგ ჩვენი მინუსია, რომ არ ველოდებოდით. არა, იცი უბრალოდ ბრაზი მახრჩობს რაზე, იცი რომ აი ძალიან ისე ვიტყვი რა, რომ ვიღაცამ, აი პროსტა ვიღაცამ ამახია ის რაც მისი გაკეთებული არ იყო, იყო კონკრეტულად ჩემი. და ის მომპარა უბრალოდ ჩამაბრუნა თავით. იმაში რა ქვია? ხო რა, სადღაც იქ საიდანაც ლივს ამოვყავით თავი რა და ეგ როგორ ხდება? ძალიან ცუდი განცდა ჩემთვისაც, რომ აი მე პირადად და ჩვენ ყველამ რაც ჩავდეთ რა, აი ჩვენი მიზანი რაც ქონდა, რომ აი გვინდოდა რომ როგორიც გვინდოდა ისეთი ყოფილიყო და სადღაც ნელ-ნელა მოვედით აქამდე შეჩემა და უცბად ტიპები გეუბნებიან, რომ შენ არასწორად ფიქრობ, ანუ შენი მსოფლმხედველობა აქამდე როგორც მოხვედი არ არის ლაზე კიდია ეგ რა. ჩვენ ესე გვინდა. ვიღაცა თან ის სამართლობის განცდა არის, საშინელება. ვიღაცა რომ მეკამათოს მაგაზე რა, აი ჩვენი სფეროდან ტიპი მიიღებ, ანუ აი ჩვენი მსოფლმხედველობის რომ ნუ ეს ჯობეთუს და ვაფშე ვიღაცა შეჩერდა. ყიდან გამოსული მეუნება რომ მე ხო და ანუ მარტო ჩვენ არ ცხოვრობთ ამ პლანეტაზე რა, ეგრეა რა, ეგ არის უნდა მისაღებია ეგ ძალიან რისკი რა, ეგ არის რომ ისეთი პოლუსი და ეს მეორე რომელიც რავი მართლა გამოქვაბულს ვადარებ ჩეჩე. არა, ნუ ეს ყველაფრის მიღმა არის საერთოდ. კი. გუშინ ძალიან მაგარი დღე იყო, იმიტომ რომ გიგაშა, გიორგი გიგაშვილი ჩვენი საყვარელი და გენიალური პიანისტი, გუშინ ქონდა პრემიერა ჩემი ნაწარმოების ლიონში, საფრანგეთში, ფესტივალის ფარგლებში და ანუ რამდენიმე თვით ადრე თხოვა შემიკვეთა რომ დამიწერე ნაწარმოებიო. და ეს არის Echo Rising Stars არის ეგეთი ფესტივალი,
ევროპის თითქმის ყველა დიდ კლასიკურ დარბაზში 6 თვის მანძილზე დაუკრავს ძალიან მაგარ პროგრამაში შიგნით ჩემამ ნაწარმოებს და გუშინ ქონდა პრემიერა და სასწაულად დაუკრა. სიგიჟეა. და რაღაც სიგიჟეა, იმიტომ დიდი ხანია ძალიან თამროსთან ერთად ვაკეთებ რაღაცებს კორძაიასთან და კიდე სხვა ადამიანებთან, მაგრამ აი ესეთი იმნა კლასიკური რაღაცისთვის არ დამიწერია არასდროს. ხო, კიდე სხვა. როგორ არის? ხო, აი აკრას მაგ ფესტივალზე რა ერქვა? იმაში Close Encounters. ალბათ, ხო. ხო, და უკრავდა ორკესტრი თქვენ ნაწარმოებს და ორკესტრი? ხო, არა. Close Encounters-ზე ორკესტრი. Close Encounters იქ იყო ვარდების ბაღში, პლეხანოვზე. ხო, მართალია. ისა ცაგარელის ის იყო ორკესტრი არ იყო, ხო. ანუ 10 სიმი იყო. ხო, ნუ რაც არის. ხო, ანუ ისი რა, რაღაც შეხო სულ ხონდა ექსპერიმენტული არის რა, რაღაცნაირად, ხიცი იქ არის, როგორ გითხრა, ყოველთვის არის რაღაც მიქსი არის ელექტრონიკის, თქვათ, ან რაღაცის სინთეზატორის, ან რაღაც ხით და თავისებური მუსიკა არის. ექსპერიმენტული რა, რაც უფრო ჩემთან არის ახლოს და ძალიან ის არ მჭირდება მაგისთვის რა, მაგასაც ძალიან ხო და იქ ხო ახალი ეტაპია შენთვის. ძალიან ახალია მაგას ვამბობ. შენ ნაწარმოებს ხვები უკვე. არა, თამრო უკრავს ძალიან ბევრი წელია და ეს არის წარმოუდგენელი ქრისავა მართლა რო უკრავენ შენ ნაწარმოებს და თავიდან გაქვს როგორ რაღაც იცი რა. რაც დაწერე, თავიდან ცოტა ღიზიანდება, იმიტომ რომ სხვანაირად ისმის. ხო, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ცოცხალია და ვერ იქნება მანქანა და თავიდან გინდა რომ ხო იცი მანქანამ დაუკრას რა, იმიტომ რომ ძალიან შეჩეული ხარ. და მე არის ისეთი სიგიჟე, იმიტომ რომ უნდა გაუშვა უბრალოდ და იმან და იცხოვროს თვითონ. ზუსტად, ხო. ეგ არის დემოს სინდრომი, ხო იცი? მართლა ეგეთი რაღაც. ხო, ეგეთი რაღაც არის, რომ ასახში დემოს რო გააკეთებ და მე სტუდიაში რომ მიდიხარ ჩაწერო ან ვიღაცამ რო უნდა დაუკრას, შანსი არ მოგწონს, იმიტომ რომ ის იმდენჯერ გაქვს მოსმენილი, გინდა რომ აი ეს ბანძი ჩანაწერი იყოს რა. დაბადე რა, ანუ იმ შენ წარმოსახვაში რა ჟღერადობებიც არის და უცბად ვაფშე სხვაგან იშლება, ანუ სამყაროში იშლება. ეხლა თამრო აკეთებს ხოლმე ძალიან, მაგრამ იმიტომ რომ რაღაცა თვითონაც ინტერპრეტაციას უკეთებს სულ რა, კომპოზიტორი ხდება, როცა უკრავს. ძალიან მეყვარს. და ხო იცი. ეგ მაგარი საშიში არის. ხო, მაგრამ აი ისე კულტურულად აკეთებს და ერთად ვაკეთებთ რეალურად, რა დაუკითხავთ რაღაცა კი არ ხდება, რაღაცა იმპროვიზაცია. არა, ყველაფერი რაღაცა იმის ფარგლებში და სიგიჟე იმის. თამარა კორძაიაზეა ლაპარაკი რა ვიცი. და ისეთ სუნთქვას იწევს. სიგიჟე არის, ხეთი კომპიუტერიდან რო გამოგაგხმდა. იმასაც თავისი აქვს ის დემოებიც გიშტები, მიყვარს მანქანები რო უკრავენ, ხეთი? მანქანები ანუ სინთეზატორებს გული. და მე ოღონდ ის თავისით რო იწყებს სიცოცხლე სიგიჟე. გიტარაზე და დავიწყე და დავამთავრე ორგაკვეთილში სიარული გერმანიაში მარკუს შმეკლერთან. ესეთი მუსიკოსია, ძალიან მაგარი, მცივისთან ერთად ჰქონდა ბენდი ჯული კრუსთან. და ძალიან მაგარი გიტარისტი იყო და მეთქი მას აი რატომ ამიდა არის. მაშინ ვიყავი აი ესეთი მეებში Sleepwalkers და აი ცოტა ხეცი მეთქი ცოტა შუგეის რაღაცა ეგეთი ისინი და დავჯექი და ჯერ ხო საერთოდ ფორტეპიანოდან საპირისპირო ვერ მივხვდი ვაფშე საით არის აკორდები როგორი პრინციპი აქვს. არ არის ეგრე ფორტეპიანოდან პირიქით როგორ არის? აი ჩემთვის იყო აბსოლუტურად სხვა გზა აკორდების და მასწავლა რაღაც 3 აკორდი და მეორე დღეს გავიღვიძა აი ამ ხელავალდირებით. და იყო ყველაზე რბილი ის და ინსტრუმენტი მისი. იდეაში რაც მინდოდა და რაც ვაფრენ არის ბას-გიტარაზე და აკორდი. შენ ინსტრუმენტებთან როგორ ხარ ისე? კლავიში, მარტო 3 აკორდი? არ დავივიწყე. დამოვიწყდა. ვეღარ დაუკარი. ეგრე მე მივედი რომ მეთქი ჯაზ გიტარას გიტარაზე მეყვარს ეს დავიდებ ხოლმე ბრტყლად და რაღაცების პროსტა აწყობა რა. არ ვიცი ხავა წყობთ. ხო და კლავიშთან ხარ უფრო კომფორტულად? ხო. კლავიში, ანუ იმიტომ რომ 7 წლები ხარ თუ 8 წლები. არა, შეიძლება, მაგრამ ნუ სიმებთან საერთოდ არ ვიცი როგორ უნდა ისე ჩემ ტიპებსაც ან დენი წელია რო არ შევეხე, აი მართლა ვაფშე, ანუ აი რაც გამჯდარი გაქვს, ხო ის მთელი ბავშვობა ვაფშე გაქრა. არა და მიყვარს ამის პრეპარირება, ხო იცი? აი ეგენი მიყვარს.
ეს გიტარას ცუდად ვექცევით ხოლმე CS-ში გვაქვს ჩაწერის რაღაც ფოლის ვიწერთ ხოლმე საუნდების და რაც არის სტუდიაში რაც მოაქვს სულელურ ხმებს და ეგეთი ის გვაქვს ხოლმე ჩელენჯი დავალება რომ მხოლოდ სტუდიაში ჩაწერილი ხმებით უნდა გააკეთონ ისე უნდა გარდაქმნან ეს რომ ტრეკი გააკეთონ არაფერი არ შეუძლიათ სხვა იხმარონ ანუ ჰარმონია ბიტი ყველაფერაც ოღონ თავის ჩაწერილი ხო იქ ჩაწერილი კოლექტიურად რა და იქ ის გვაქვს ხოლმე ძალიან სასაცილოა და ძალიან საყვარელი ხო და მაგას როგორ ისეთი მაგარი გიტარას რავი რაღაცებს ვურჭობთ ვაპრეპარირებს და ცოტას ვურტყავთ ძალიან ბევრი რაღაცის ყველა ინსტრუმენტს აქვს ძალიან ბევრი რაღაც საშუალება მე მქონდა ესეთი ჩელენჯი ჯგუფზე გამართი ეს ამბობს ვერ გავუკეთე. ეხა გამახსენდა კიდე მოყევი და მე რა შევოდი, იცი რომ დავავალე სტუდენტებს რომ აი უბრალოდ რეკორდს რო აჭერ. შენ რას ასწავლიდი? Music production. იგივეს. ხო. რო დააჭერ რეკორდს. ხო. Sound card-ს რაღაცას ხო აქვს რა. აი მარტო ეგ რო ჩაიწერო. ეგ რო მე გაზარდო მაქსიმაიზ რო გავუკეთო მაგას. რაღაც ხო მოდის. და მაგისგან ვაკეთებინებდი კიკი, სნერი, ანუ აი EQT სატურაციით რაღაცեր და მარტო მაგით რო აწყო ტრეკი რა. და მაგარი რაღაცები იგივე აღონ ჩვენ მეტყვი. ოღონდ აი ვაიმში არაფერს არ შვები რა, ანუ ძალიან იზღუდა. ხო და ეგ არის შეზღუდვაში, ეგ არის შეზღუდვის ჩელენჯერი და ისეთი მაგარი რაღაცები გამოდის, როცა იზღუდო რომ ნახე, აი ზოგჯერ არის ხოლმე რომ ახალ VST-ს ჩავაყენებ და 2 კვირა ვზივარ და უსმან მარტო რეები აქვს შეგნით ხმები და ვერაფერს ვერ ვაკეთებ. და აი ბევრი რო გაქვს და ახლებს და შფოთვა, ისეთი შფოთი მოაქვს. ახალი რაღაც ინსტრუმენტები რა VST-ან ვირტუალური ინსტრუმენტებს რო აყენებ პროგრამაში და რო იზღუდავ თავს რო იცი რომ მარტო 5 ხმა გაქვს. და ალბომი მე დააგებს გვაქვს ეგრე გაკეთებული ალბომი რომ ერთმანეთს უგზავნით ფოლის ერთმანეთის და მხოლოდ მაგებით შეგვეძლო გაგუკეთებინა ტრეკი. და მე ვაკეთებდი იმითით და ისაკეთებ ჩემით რა. ეს ამ დისტანციით ერევა ხმა. როგორ გააკეთე ალბომი? საერთოდ ეგ მოხდა. ალბომი არ გამკეთებე ტრეკი გავაკეთე. ტრეკი როგორ მოხდა ეგ ყველაფერი? როგორ მოხდა და იმეილი მივიღე მაგისგან ერთშვენი ერთ დღესგან. აი ესე პროსტო გაიღვიძე და საკამოტოსგან მეილი მოგივიდა? ხო და კიდევ გადმოვარდი სკამიდან. და რა ეწერა მეილი იყო რომ ადრე ქონდა ეგეთი პლატფორმა ძალიან დიდი ის იყო რა ქვია აქტივისტი იყო environmental activist-ს აწევდა და ადრე ქონდა online პლატფორმა chain music ყვა და ესე ვიღაცებს მუსიკოსებს აწერინებდა ტრეკებს ან ირჩევდა რაღაც ტრეკებს და ესე უწყვეტი მის ქონდა რაღაც პლეილისტი ამ იმაზე online label-ზე და მომწერა რომ ძალიან მომწონს შენი მუსიკაო რაღაცა და იქნებ რამე გამომიგზავნო ამ პლატფორმისთვისო. და ნუ მე მივაყარე რა საკვირველია. მეილები არ გავჩერდი და მოკლედ მე რაღაც გაუგზავნა და იმ ტრეკზე მომწერა რომ ხო ვზივარ და ვტირიო. სხვა პლანეტა მართლა არ მჯეროდა რასაც უყურე. ისი ინპუტი რა იყო? რამე გააკეთა, ერთად გააკეთა. არა, ეს უბრალოდ დასაწყისი იყო, ეს გამოსცა მე ეგ ტრეკი ვტირიო. მე მითხრა არ გინდა რამე გავაკეთოთო. მე ვთხარი? არა. არა, ცალია. უკაცრო. და ძალიან ის იყო რა ქვია ასაკში სულ კოლაბორაციებს აკეთებდა ძალიან ბევრი ხალხთან ფენესთან ქონდა მარონეტოსთან ძალიან დიდი ხანი და ის უეძებდა ვიღაც ანუ მარტო მე კი არ ვიყავ უბრალოდ უყვარდა ეს კოლაბორაციები მეთქი გავაკეთე თქო მაგრამ იმდა ისევ ნერვიულობდი რომ ვუგზავნიდი სულ რაღაცებს რაც იყო და არ მქონდა მაშინ კოლაბორაციის საერთოდ ნული გამოცდილება მქონდა და უგზავნიდი რაღაცებს რაც იყო ხიცი ცოტა ვიპრანჭებოდი რომ ეს და ძალიან დასრულებული იყო და არა ღია იყო იმისთვის რომ სხვას რაღაცა სივრცე ქონდა შეგნით და მეუნებოდა მიხსნა და სხვათა შორის ძალიან ბევრი რაღაც მასწავლა აი ამ არ გამოსვლაში ხო იცი რომ როცა კოლაბორაცია ცოტა უნდა დატოვა რაღაცები და მე ჯერ კიდე ამ იმაზე ვიყავ ამ ტრიპში ვიყავი რომ აი მე საკამოტოსთან ვაკეთებ თუ რაღაც და
პატარა ვიყავი და რაღაც ვერ მოვეშვი დროზე. ადრე ხდება ძალიან თქო. რაღაცა 26 წელს ვიყავ. სადღაც 2004-4. არა, ცოტა მერე. მერე? ხო. 2007-ში სადღაც. მოკლედ, არაფერი, მე ბოლოს გავაკეთეთ Blue Shadow ერთად, გავუგზავნა რაღაც ambient ფედები იყო რაღაც და ზევიდან დაუკრა. გავმიგზავნა დასამიქსას, დღემდე მაქვს თავის დაკრული ისა. და მე რაღაცნაირად აღარ გამოვიდა, არ ვიცი. ეგ არ არის დარელიზებული. მარტო ჩვენ. კი, როგორ არ არის დარელიზებულია. სადდევს ხა რასაც ვიძახით რომ მე აი გამოვიდა. არა, სადმე Spotify-ი რაღაცა კი, Spotify-ზე დევს, კი. მაინც აბა რაზე თქვი არ გამოვიდა. ალბომის გაკეთება რა. მე რაღაცეები ხო იცი, მე ავად გახდა ძალიან პირველი რაუნდი კი ვქონდა. რაღაცა თუ ვიყავით in touch. ანუ რაღაცა ადამიანურ level-ზეც დამეგობრდით, ხო? ხო და მე ხა ვერ ვიხსენებ ჩემ ცხოვრებაში, აი მაქის მერე შემოვიდა, რაც შენ ანუ ვიხსენებ საკამოტო ჩემთან რეალობაში, ხო მე მგონი მაქიდან შემოვიდა. არა, საკამოტო სუსმენდით. ხო და ვერ ვიხსენებ რა პერიოდში ესე შემოგვიმეგობრდა. ანუ Yellow Magic სუსმენდით. არ ვიცი, არ მახსოვს. საკამოტო ჩვენ ძალიან გვეყარდა. ხო და მე მგონი ამადგან ავითვის, ანუ ამასთან მეგობრობაში მოვიდა. ესე ალბათ მე რა. ლიფტი გახსოვს? ლიფტი, იცი რა, ლიფტის დროს უკვე აღარ ცხოვრობდი, მიგონებ, მანდ გაგიცანით. არა, მაგ უსაუბდი, ჩეჩ, ანუ რეალურად ეგ პერიოდია ჩვენი. ხო, მარა და რატო ვიყავი ორჯერ თუ აქ ცხოვრობდი, მაშინ სულ მერე ჩემთან წავედი. სულ, просто არ გახსოვთ ალბათ. ნიკამ თქვა რომ მე არ ვიყავიო აქ. ნიკა არისო, მარა გავიგე, მარა ჩვენ იმინა გენგი ვიყავით მაშინ შეჩ. მანდ გაგიცანით რა, ანუ ხო, მანდ გაგიცანით. ეგ პერიოდია ჩვენ. რომელი წლებია მითხარი? 2002. 2-3. 3-ში უკვე წავედი. 3-ში აღარც იყო უკვე წელი იყო დაახლოებით. მახსოვს ძალიან მაგარი იყო. რატო სულ ლაპარაკობთ ლიფტში? ბიჭო, იმიტომ რომ ერთ-ერთი ეგეთი პლატფორმა იყო, სადაც ვიღაცები ბიჭო, როგორ არა, აურაც, მაგრამ ეგ ჩემი პირველი კი. არა, კლუბზე არ არის. ერთ-ერთი ისეთი პლატფორმა გაიძრო, სადაც ბევრი ესე დაფანტულა ტიპები შეიკრნენ და თავიდან დაკონტაქტდნენ და რაღაცა მე მაგან ახალი გააძრო კიდე რა. ხარცი მე საეტაპო იყო ისეთი კარგი. Flights იყო მათ შორის ეგეთივე საყვარელი. აი Flights დროს უკვე აღარ. საყვარელი, ანუ ესე რა. შენი ძალიან კაი კონცერტი იყო. კონცერტები ხო. ესე იყო რაღაცეები ისეთი რა. ნუ მაინც კლუბი იყო. კი, კი. იცი რა გამახსენდა, ხე ბუკნარში რო წერდი რაღაც ambient-ებს რო იღებდი. ეგ რა პროექტი არის თუ რეკლამა არის სამშობლო კომპანიის რომელიც აშენა. და შენ ხო აგროვებ ხმებს შენითაც. რებს გაკეთება გვიწევს ხო? ნუ რავი ეგრეა შეჩა. ოჟინცინ. მაგალითად. ხო, აბა პისოჩნიცაზე გასასვლელად თუ გვერდი. მივადექით მაგ პრობლემას. რითი გამოვიმუშავებთ, ესე ხშირად ხო არ არის კონცერტი ვერსი. აი მოვედით მაგ პრობლემასთან. რეკლამა. 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 ფინ. შეკვეთა ეგეთი რა. ძირითადად. კინო ალბათ ნაკლებად თან სამწუხაროდ. ხო, არა და მეც ეგრევა, ძირითადად რეკლამა და დიდი სიამოვნებით, რომ აი ვიღაცა მითხას, რომ აი აქ ცოტა სევდიანი უნდა გახდეს და მე გადავდებდი თავს, რომ კარგი. და მაგაშიც არ არის სტაბილურობა თან რეკლამა. არ მაინც რეკლამაში ხო, არა არის რაღაცა ზაფხული არ მუშაობს, ის არ მუშაობს, რაღაცა საშინელება. ხო და ჩვენ რეალობაში კონცერტები სადრან მე უკრავ მეც საზღვარგარეთ ვიდრე. ძირითადად. იმიტომ რომ ლაივს უკრავ ახალ და ლაივისთვის ერთ-ერთი იგივე, ანუ უნდა დაწერო მუსიკა ხდები, იმიტომ რომ ერთი და იგივე სხვა არ დავგრ როგორც არ უნდა გადაღეჭვა და არ მიყვარს საშინლად მაგის გაკეთება. დაჟე როცა მაგ ხოლმე ლაივი სპეციალურად ლაივისთვის წერ ხოლმე მუსიკას. ხო და ლაივებში აი შენ შემთხვევაში არის ისეთი გამომშრალება რომ რაღაც პერიოდი გადავაგოროთ. ლაივები და ცოტა საით ჯობი ალბათ ეგრე რა. ხო, მაგრამ კარგია რომ მუსიკის გარდა სხვა რაღაც კეთება არ გვიწევს. რა უნდა ვაკეთო? ხო, ანუ ხო, რავი, არის ხალხი ვინც მუშაობს რა. რას ლაპარაკობ, ვაზობში რა ზონდა ვიწუწუნა, ძალიან პრივილეგირებული ხალხი ვართ მართლა. კი, უბრალოდ მასშტაბი რო კონდეს ცოტათი მეტი ჩვენ რეალობაში უფრო კარგად იქნებოდი და ცოტა მაგას წლება გული. იცი რა, მასშტაბი ვერ გექნება 3 მილიონი ხარ. დავიგე მაგას გულის. და ეხლა რო გეკითხებოდი რამდენი ნახვა გაქვთ, თქო, უკვე კაია რაც გაქვთ, იმიტომ რომ ის ხო არ ხარ ჩინეთი და ამერიკა. არა, თან თლად კომერციულსაც ხო არ შვებით. ხო, მithumetas ნიშური საგან რაზე ვაპარაკობთ, ეხლა ყველას ეს არ აინტერესებს ხო?
Twilight-ზე არ გილაპარაკია. ხო მე Twilight ძალიან მნიშვნელოვანი იყო ვინაცვალე. მაგეგა იმინა იყო ერთ-ერთი ისეთი კაი პლატფორმა, საიდანაც ვიღაცები გავიცანით, ხო? ხო, კაი იყო. თავის დროზე ძალიან კაი იყო. და რაღაც პერიოდი გაგრძელდა თან. 2012-ში დაიწყო. რა იყო მოყვა? არტარია დაიწყო იდეა. დარსამდა გვირეკამედენიკას და ეგეთი იდეა, TV-ს უნდა გააკეთოსო რაღაც ონლაინ პლატფორმაო კულტურაზე. და არაფერი არ ხდებოდა ჩვენ ცხოვრებაში რაღაც და ჩავერთეთ და ძალიან მაგარი იყო. დასაწყისი ყოველთვის მაგარია რა. თან კაი ხანი გაგრძელდა, ხო არ იყო ცოტა ხანი 1 წელზე მეტი იყო? 1 წელზე მეტი? კი, კაი ხანი გაგრძელდა. დიდი ხანი გაგრძელდა, უბრალოდ სახეცვლილი იყო მე. მეც მაგდაკრული. ხო? ბიჭო, ნუ მე ბევრი გავიცანი მაქიდან ესე ვიღაც ტიპები, ვინც ახალი ხო, შემოსული. და აი Twilight-ი ეგ იდეა იყო ზუსტად, რომ ანუ როგორც თქვენთან ხო იცი, ვიღაცები ვისაც იცნობ, მაგათთან შერეული მე უკვე ის მინდოდა, რომ არავინ რო არ იცის ეგეთი ხალხი მოვიყვანო, დაუთმოს საეთეროდ, რომ გადავიღოთ, ეკნება თავისი ისა, ქვია მასალა და ხალხმა გაიცნოს და მაშინ ძალიან პოპულარული იყო, იმიტომ რომ არ იყო კულტურაზე ეგეთი არაფერი რა და ონლაინ საერთოდ ხარშესული ხალხიც უყურებდა. კი. ბევრი ნახვა ქონდა ძალიან და ეგ ძალიან მაგარი იყო, რომ ვიღაცები მოდიოდნენ საერთოდ რო არ იცნობ, მე ხო და ეგ ძალიან კაი არის და ყველაზე მნიშვნელოვანი არის, აი ჩვენ რეალობაში, რა შენი სოციალური კაპიტალი რო გაქვს უკვე და შენ როცა ხდები ვიღაცებისთვის მისაღები, მე აუცილებელი, ან ყველაზე დიდი მნიშვნელობა მაგას აქვს, რომ ვიღაცებს გაუზიარო ეგ პლატფორმა, საიდანაც აბა რა ჭირად მოვლენ ადამიანები. აბა რა ჭირად გინდა სხვანაირ. ხო და ჩვენც ნელ-ნელა მოვიარეთ, ახლა მოვიხადეთ უკვე ეს დამკვიდრების პერიოდი და ახლა უნდა გავზავდეთ ბევრ ახალ ადამიანში, რომლებიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანები და ესე არ არიან ჯერ რა. მეც მგონია, იმიტომ რომ მეგობრების სტრესში ლაპარაკი არის, ჰაერის უამრავი, მაგალითად გეტყვი უამრავი. აი ხა თუნდაც ამის კურსიდან ადამიანები ვინც არიან, აი ჩემთვის ახლა რო ვფიქრობ, რომ აი უმნიშვნელოვანესი ხმა არის სადღაც ამ ადამიანების, აი გაბის კირიას ვიძახი, თუნდაც ანის ზაქარეიშვილს, ანუ ბევრი არის. მე მოგწერთ ყველას, ეხლა მახსენდება, მაგრამ მოგწერთ კონკრეტულად, აი მართლა რაღაც საოცარ ადამიანებს და ძალიან გამეხარდება რომ მოიწვიოს და ძალიან არანორმალურად საინტერესო ხალხი არის და ძალიან ესეთი რა ქვია. კი, კაცო ყავს ყველა სცენაზე ყავს იქ მაშიც ამ და ვერ ხვდები ეს გადაცემა მუსიკაზე, აუ. რაზეც გინდა. იცი რა, სადღაც ეს მაინც ადამიანები ვინც კავშირში რაღაც ფორმით არიან. იმიტომ რომ ვისაც ვიცნობთ ძირითადად მუსიკასთან არის კავშირში. და ხელოვნებასთან რატო არა? კი, არის ასე. და ძალიან მალე გამოგელევა. ხო, რა თქმა უნდა, გადავალთ ყველგან ყველაფერს მოვივლით. ქურდებში. აუ, იმდენი მუსიკოსი ქურდები. ყველაზე მაგარი ინტერვიუ იქნება ქურდებთან. ისე ხო, მაგას აკეთებს ის უკვე საქართველოს დაბადება. გია სურამელაშვილი უნდა მოიყვანო. ეგ საახალწლო გადაცემა. კვეთა, ქურდობის და მუსიკის და ვაფშე ყველაფრის, ანუ ყველაფრის კვეთაზეა. როგორ მინდა რომ გავიცნო ეს ადამიანი. რა, როგორ არის ცოცხალი, მაგარი ხიდი გაავა. აუ, ისე ვინმე თუ იცნობთ გიას. ხა ჩვენც კი გვაქვს ხოდები რა. არა, ვიზავთ, ანუ სადღაც ასე ცოტა იქით რაღაც სადღესასწავლო პერიოდში სადღესასწავლო პერიოდში ჯობია, იმიტომ რომ საახალწლო გადაცემა უნდა გიას. არა, უნდა მოემზადოთ, იმიტომ რომ mysterious man. სადღაც თავარია. ჩვენ სადღაც ჩვენ არეალში თუ არ არის, ხო მეტი მომზადება გჭირდება ხოლმე. ხო და კი, აუცილებლად. ხო და მე დაჟე ვთვლი რომ მაგალითად აჩიკო კიკოძეს ვიძახი, რომელმაც ძალიან საყვარელი პერიოდი დაწერა თბილისის, რომელიც ჩემ თბილისთან ძალიან ახლოს არის და კარგი დაკვირვება კიპე. ხო, არჩილოს. ანუ თუნდაც ვიღაცები უამრავი ადამიანები, ვინც პერიოდის ახმა და ხედვა აქვს უკარგეს და ცოდნა და ნუ რაღაცა მაგრელობაში გაზრდილი არის, თუნდაც არ იყოს მუსიკასთან ესე რა შერწყმი. ხო, ვერ ხვდები რატო არის მარტო მუსიკა რა ხან სტუდიაში უზია. ხო, ნუ მაინც ესე გამოვიდა. ცოტა სამეგობროდან წამოვიდა. ეგ რა ხან გარშე მაგენ ყავს მაგიც და რაღაცა იმას წყალს ნაყავთ. იცი რა, ჩავწერეთ რამოდენიმე ადამიანი ჩემი სფეროდანაც მსახიობების, მაგრამ მაინც კონტექსტიდან სადღაცას ვარდებოდა და სხვაგან წაიყვანა და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ აქით დავრჩეთ. და რა კონტექსტია? აი რაღაცა მაინც მუსიკალურობის ნაწილი აკლდა და
გინდა არ გინდა რაღაცას ანუ ცუდი არ იყო ძალიან კარგია მაგრამ ის ხო რაღაცა ხო იცი მუსიკოსი თუ მოდის ნიკას აქვს უფრო მეტი რაღაცა წილი ინტერვიუსი მოსახიობი თუ მოდის უფრო შენსკენ ვარდება და იდია იდია არე ლაპარაკება ეხლა უბრალოდ ეხლა ძალიან იმას ხო იცი ღია ჭრილობაზე რომ ლაპარაკობთ ეგეთ და მაგიტო ძალიან აქტიური იყო და ჩაგვაჭირე მან ყველაზე უფრო მარტო რატო რანაც უნდა გაყიდოთ თქვენი მუსიკა და რაღაც არა ნუ გაყიდოთ რა სადღაც 6 კილი ადამიანებს რომ გამოუმუშავოთ კარგი იქნება თუ მე და მე პროფესია არის და ისწავლა ეხა დავაკვირდი სალამურები რეჟისორს სამი სალამურ ერთნაირი ზუსტად ხო მე საფლავის ქვასავით კი და მართლა ცოტათი გისქენით რაღაც რავი ყველა ჩვენი მეგობრები შვილები ისინი ყველას ხელში უჭირავს და მოდით აღარ შემიძლია ლეპორიას ეუნება რომ მოვიდნენ როგორც ის და კიდე მინდა ძალიან წელან რო რახან წავედით შაურმებს და რაღაცებზე ნიკო რასაც მე მგონი ზე რა გინდა რავი სასკები ორი მაგერაც ნაბიჯი ასის ახოტნიში ისე ბახალ ეხა გავდით ძალიან ძველ შენ თავს ძველით მე ვარ სულ შენ გახსოვს წითელი ეშმაკის ფორმაში რო დარბოდა როგორ უნდა დამავიწყდეს ეგ მე მგონი მაგაზე ერთხელ რაღაც თეატრალური სპექტაკლი იყო და იქაც იყავით თქვენ ყველანი შეიძლება ალბათ ბიჭო რა მაინტერესებს ეგ კოსტუმი აღარ გაქვს იმა ერთხელ გაიჩითე რა მაგით ციხიდან რომ გამოვიდი იცი რომ ეგ ჩავიცვი სად ციხიდან რომ გამოვიდი ვიპოვე და ჩავიცვი სხვა მორდა მქონდა ო მიდი რა ერთ გადაცემაზე მაგით გაიჩითე ახალ წელს გიასურებს აუ დაკითხა მართლა მარტო სულ სხვანაირ იმას მისცემს უკვე კიდია გაიხსნება დრო დაბალანსდეთ მარტო ესეთ ვიძრო არ ელოდება მე არ უნდა დავხვდე გარეთ არა უნდა შემოხვი ესე და ცოტა ესე უნდა შემოყვილი პირიქით ჩემ ვიდეოში რო ხარ ხიცი აი ესეთ ცოტა რაღაცნაირად რა ვიდეოში არის ნიკამ რო გადაიღო ეს არის არ მახსოვს ხო ეს არის ბოჭოჭია ბოჭოჭია ლინკები გვინდა რა ქვია დღეს აი ხარ კარგი ხა მართლა ნუ აი წარმოადგენ რაღაცა მეცახავე გეტყვი ბულეტს რაღაცა ბულეტს ქვია კაი გასაგებია ისე კაი დიდები ვართ მაგისთვის რომ დეტალურად რაღაცები გვახსოვდეს არ მე არასდროს არ მქონია კარგი მეხსიერება ერთ იმაში გენერაცია გოდა 80-იანებში ვართ ყველანი ერთი ქარომა იყო ცოტა დიდი ქარომა ცოტა დიდი რავი ძალიან საყვარლობა არის მომეწონა მე თქვენ მე ერთხელ რა მახსოვს იცი ჩემთან ჩოული ალბათ ჩოულზე ცოტა მაღლა ვიყავით და აი პიზდეც ხდება რაც და უცებ კოდაკა თამუნას ძაღლი და უცებ არწყია რა და უცებ მივხვდით რომ რაღაცა არასწორს ვაკეთებთ ამინდა გავჩენდით ყველანი აუ მართლა ანუ ეგ ცოტა სხვანაირად უნდა შეხედო ძაღლმა გვიყურა გვიხანი გვიყურა და ბოლოს აი თან ესე რა ის იყო რა ქვია ჩართული იყო ჩვენთან ერთად და ბოლოს რაღაც მომენტში შეიცვალა ცოტა ბიპოლარული და გააკეთა შეჩი მართლა აი მე კოდაკა ო რა საყვარელი კოდაკა იყო ყველაზე კარგი კოდაკა ჩვენი მეგობარი იყო არა რაღაცა ის იყო მე ძაღლებში ჩემი პირველი სიყვარულია კოდაკა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის მართლა აღარ მეცინება მაგაზე უკვე იმიტომ რომ სამი თვეა მუშაობთ რეალურად ის ადამიანები ვინც დაინტერესებული ამით უყურებენ და ინტენსიურად უყურებენ და არაჭერენ თით subscribe-ს რაც ჩვენთვის არის გადასარჩენად უმნიშვნელოვანესი რომ საბოლოო ჯამში YouTuber ხო იცი მეც ესე ვარ არ გვაქვს გააზრება ხო არა იცი რაღაცებს დავაჭირე რაც ვაჭირო თუ ნაუცლებად რომ იცი რა შენი არაფერი არ მიდის და იმას მაგრა ეხმარება რა და მე ეხმარება ხო ძალიან ანუ და კომენტარი ეხმარება მაგას უკვე ჩემ საყვარელ კრიმინალურ არხებს უნდა დავაჭირო დააჭირდა საერთოდ კომენტარში გავიგე რომ რაღაც სერიალ კარდაშიანებს უყურებ. ადრე უყურებდი ყველა. სანამ საინტერესო. ეხლა უყურებ მარტო აი რაღაც განუკითხა მკვლელობებს და რაღაცას ეგ მაინტერესებს. გამოძიებები და ეხლა შევდა ქართული რამე კაი პოდკასტია თუ YouTube ვიდეო? არა, ნახე, არა.
true crime რაღაცა და Netflix-ზე რამე თუ დაიდება ეგეთი დოკუმენტურებს, ძირითადად დოკუმენტურები. ან serial killer-ებს. Serial killers-ი Mindhunter-ი ნანახი გაქვს? როგორ არ მაქვს. არ არის, კაი. და იცი რომ ეხა აღმოაჩინე რომ ყველა მკვლელი იქაური რომ რეალური კი ბატონო, ეგრე დაარსდა FBI-ში სექცია serial killer-ებს. საერთოდ არ იცოდი, მაგათ დაარქვეს სახელი serial killer. და ის არა ქვია ის ერთ-ერთი ტიპი სათვალებიანი დიდი რო არის დედას რო თავი. ეგ ეხა გუშინ შემხვდა დოკუმენტური მაგაზე, აი ერთი პერსონაჟის რეალური ტიპი რომ ნახე ძალიან. ეხა მოდი, ეხა იდება. ეხა დაიდო. ანუ ეხა ნახე გუშინ. არა, ეს ის არის. ინფორმაცია ეხა ველოდებით ძალიან. ხო და მე ქართულ რეალობაში იყო. თან ქართული გადაცემა იყო მაგაც. ქართველი serial killer-ი რო ეთლარჯარი, ეხლა ქალი ქალბატონი, რა ქვია? აისა ვენერა. ვენერა. ობოლაძე. გიშდები, ობოლაშვილი. თუ ობოლაშვილი. ბიჭო, პარლამენტში ახლა რო გვინდა იცი? შეუშვა. არა, ეგ ქალებში ეჭდა შე. ხო, მაგრამ მესმის ახლა, მაგრამ ეგეც რუსთავში იყო. ხო. კი, ნუ აი ეს ვაიბს იმას გრძნობდი რა. 4 კაცი მყავს მაგული. ეგ რას თქვა? რას თქვა? ძალიან მაგრაყვება თან, აი ეს. ძალიან, იმინა პერსონაჟია, ხო. სოპრანო ხო გევასე. არ მაქვს ნანა. კარგი რა. არ მაქვს. რანაირად აფერტ. აი ეგრე. აი ხარო დამთავრდება ყველაფერი არ მიქნება სანახო. ხო და სადღაც მაგ რეჟიმის ყურება უფრო გევასებაც და უე არის ტივით ხარ, არა პირიქით ლაივ ვიღაცა იკარდაშიანები. არა, ნახე, ეგ კარდაშიანები იყო უბრალოდ პირველი live television, აი ეგეთი ხო იცი, ჩემთვის real reality TV show. ჩემო რა დაიბრიდა ახლა. ოზიზე გიждდავდი, მაგრამ ნუ ეს ძალიან ტრეშია და ტრეშები მიყვარს ძალიან რა. და თავის დროზე სანამ ფულს ჩალიჩობდნენ, იყვნენ ძალიან რაღაც საყვარლები. ძალიან ტრეშები იყვნენ და საყვარლები. მე ფული რო იშოვეს ძალიან ინტერესებები გახდა. შენ დაჟე ეგ ის პერიოდი გახსოვს გარდამავალი უფულოები. ეგ არის ყველა საინტერესო. მაგით გამდიდნენ ვაფშე თუ რა საით. გაყიდეს ერთ-ერთი შვილის კიმ კარდაშიანის sex tape და მაგით. აუ, შეხوار გაყიდო შენ. შენი აუ და ფული ვიშოვოთ მართლა და იქნება მდიდარი გადაცემა. ძალიან აინტერესებდი მიკას. მინდა ესეც სკამი მქონდეს აქ. როგორც მინიმუმ. და 3 ვისკი აღარ იდგება. ბახალას უწინა. მაგრამ კიდე ის ჩვენ როგორ ვარ ცი რო იკითხე რომ სადღაც ციკლში არ დაგენძრევათო? როგორ? ანუ იმაში რა. ხო. კიდე მოგვიწევს არა, ვაფშე ნოლი პრობლემა. გაისად კიდე აი ნიკა ხო უეჭველი ახლა კიდე მოსასვლელი ნიკა რო ჩავწერე. ნიკასთან შენ ლაპარაკობ მარტო ნიკა. ხო და ის იყო ჩვენი პირველი გადაცემა იყო. ან მეორე, ან პირველი და ნუ აი ვაფშე ყველანი გაუაზრებლები და თან აი ეს ცოტა სამზარეულოში მოხვდით უცბად ისედაც რომ ეს არა მე მომწონსო სამზარეულო. კი, მაგრამ არ ვალაპარაკე ახლა მე პირადად. მე მივხვდი ერთ რაღაც აქიდან გავაცნობიერე რომ მუსიკაში არ გეხმარება ნარკოტიკი, არა სიფხიზლე, რას გულისხმობ? იცი რომ ხვამბობენ რომ აი რაღაცა ვაიმე ვერ ვიცი. იცი რა, უბრალოდ გაძლევს ენერგიას. იმისთვის რომ უფრო მეტი ხანი იმუშაო. მე მგონი იცი უფრო რეალურად არაფერს ახალს არ გაძლევს რა და მე ეს დასაწყისში თან მე რაღაც დროს ეს ანტენა გიფუჭდება და ვაფშე ვეღარ იჭერ მე რა იმ სიგნალს რა. და მე ან self სიყვარულში ან self loathing-ში გადადის მუსიკა და self-loathing-ში გადავედი. საშინლად ისმის მე დილას რო უსმენ რა, ხო იცი 4 საათი და ეს რო ტირი. შენი თავი შეწოდება. და დილას და რა ყლეობა დაუწერე რაღაცა რა არის ეს ვაფშე ხო იცი მაგაში ხო მაგრამ ჩვენ მაინც იცი რა მისქნა ანუ რამ განაპირობა ჩვენი მაქით მოქცევა რომ ანუ იმ ხალხში ურთიერთობა იყო ცოტა რთული. ვინ ხალხში? ანუ აი იმ ადამიანებში იმ პერიოდში ვინც იყვნენ გარშემო შეჭმა მონსტრების კორპორაცია რო ქონდა. არა, ეგრე არის, ეგ ალბათ ხო. იმიტომ მე ხო ყველაზე სოციალური ვარ თქვენთან შედარებით და ჩემთვის ძალიან მძიმე იყო იმ ტიპებთან ურთიერთობა და ეს იყო აი არა სოციალური ვარ და მგონია რომ აი ეგ ძალიან მაგან გეხმარებოდა რომ იქით წავსულიყო რომ შემძლებოდა. ეხაც ზუსტად იგივე არის რა. იცი ხვდები. რეალურად ჩვენ სოციუმმა გაგვა პრობლემა. ნუ აბრალებ სოციუმს. ბიჭო ეგრე არის შეჭმა. მე არ ვაბრალებ სოციუმს, მე ჩემ რაღაცა მე მგონია რომ ყველა addiction-ი არის ბავშვობის ტრაუმების დამოკიდებულება არის 50% აღზრდა, 50% გენეტიკა. ანუ შენზე არ არის არანაირი. იცი რა მაინტერესებს? და პახვადო ძალიან ინტროვერტი და ეხა ანუ მთელი ცხოვრება მაქვს social anxiety არ ვიცი როგორ ქვია ქართულად. მეც ეგრევე ხო? აი საშფოთვითი აშლილობა.
შპოთიაშლობა მაგრამ სოციუმთან ანუ სადმე თუ არ გასასვლელი ვემზადები ხიცი 2 დღით ადრე მე ვიცი რომ უნდა დავლიო იმიტომ რომ შევძლო პროსტო რომ არ დავიქრინჯო რომ ველაპარაკო ადამიანს ხო და არსებობს გზები თუ რამეა სკილები არსებობს სკილები რომლითაც ეგეც ის არის პროკრასტინაცია ხო იცი რომ არასდროს არ კუთხით არის თავარია იცი ვიცი კაცო ხო იმიტომ რომ მე შეზე ძალიან მქონდა ხა შენ კიდე ხალხთან ურთიერთობდი ვიღაცას აი მე ძალიან ხო გახსოვს როგორი მორცხვი ვიყავი მე ჰარდრაგებსთან არ ვეკარები ძალიან დიდი ხანია აი პროსტო გაჩველი მყავს ეს შენ საერთოდ ჩვენ ხა რაღაცა 1-7-8 მე 7-8 წლის ვარ ეს ნარკოტიკებთან და ეს 4-ის არის უკვე და ის რა ქვია იცი რა მაინტერესებს დისორდერებთან გამოკვლეული გვაქვს რამე დისორდერებში ვარც რამე შევჭდებით თუ არა რა დისორდერი აი რაღაც ფსიქო არ მაგამოკლევრება არ მგონია მე მგონია რომ გვაქვს იცი ყველას რაღაცა მაგრამ იცი ეს სახელი არაფერს არ მიიზავს არ დამეხმარება სადღაც ეს პატარა ოსიდიებიც მაგ და ვიცი და ვიჭერჩემ ანუ რაღაცები რაც ვიცი რა სპექტრში ვჯდები ვიცი ფობიები ვიცი ჩემი აი ეს ერთი ხო და ის რა ქვია ანუ თავა რაღაცები მეც ესე ვიცი გამოკვლეული არ ვარ ცოტა ვეთამაშები რა მანამ სანამ შემიძლია რომ ვაკონტროლო რა მე ალბათ უკვე ხო და ცოდნა კონტროლის გზებს მაინც იძლევა რა ანუ რო იცი მე შესაბამისად წამალიც რაღაც შემთხვევაში არსებობს სანამ აღარ იტყუები ყველაფერი შესაძლებელია რა და იმდენი ხანი ხიცი სანამ პატარას მაგას ვეძახი და რაღაც immature-ს იმას ვეძახი ერთადერთი სანამ შენ თავს ატყუებ და ასე ატყუებ თელ სამყაროს გონია რა და სამ არ შეგიძლია რომ სარკეს ჩაიხედო მართლა შენი თავი დაინახო ცეღარაც ხო 40 წელს რო გავხდი ზუსტად იმ დღეს იმდენი ბულშიტი მომცილდა თავიდან და ისე ბედნიერი ვიყავი ანუ ეს გააზრებით თუ რაღაც თავისთავად ხო და გევასება აი ხა სადაც ვართ კომფორტია ხო ძალიან ყველაზე რაღაც სიმშვიდეც დროგადის უკეთესი ხდება თინეიჯერობის ასაკი განვიცადე ძალიან რთულად მქონდა ეგ ყველაფერი თინეიჯერობა რთულად მქონდა ჩემთვის არ მაგრამ ჩემ მშობლებმა არ იცოდნენ რას ვაკეთებდი როცოდნოთ და ნუ ვერ გადარჩევთ მე კიდე ერთი თინეიჯერობა მქონდა ვერაფრით ვერ გავიზ ანუ ვერაფრით ვერ ალბათ ეხლაც ვართ სადღაც მაინც რაღაც დოზით ფეხი გვაქვს მე მაინც მაქვს ეს თინეიჯერული რა ანუ აი რაღაცა ყველაზე უფრო მიჭირდა პასუხისგებლობის მიღება რომ მე ვარ პასუხისგებელი ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი მაგას არ გულისხმობ მაგ განცდას გეუბნები რა რაღაცა რომ ცოტა პასარა ასაკში ვარ ისევ თითქოს ეს შინაგანად თუ არ დავხედავ ხოლმე თავს და ფერს და რაღაცა არა ეგ ის ანუ როგორც გრძნობ თავს მაგას არ ვამბობ ეგ ძალიან მაგარი აქვს მაგას პასუხისგებლობები გვამძიმებს და გინდა არ გინდა იმაშვება რა ანუ ასაკს თან გათავისუფლებს რაღაცნაირად შენი თავის სიმშვიდეს გაძლევს იმ კუთხით რომ იმ დოზით პრანჭიაობა და რაღაც დავიდამკვიდრება და ის ფიქსირებული რო აღარ ხარ და ეგეთი რაღაცა გადიხარ აქედან ხეცი ეს რო აღარ გაქვს და სხვაზე რო იწყებს რუნვას მგონია რომ ყველაზე ესეთი არის გამოთავისუფლება კი და ძალიან მაინტერესებს როგორი იქნება თქვათ აი რაღაც 60-ისკენ ანუ აი რა მე მგონია რომ უკეთესი და უკეთესი გახდება ყველაფერი მე მგონია რაღაც კუთხით თუ გადალახავ და თუ დათმობ აი ეხა მე რასაც კიდე დღემდე ვერთმობ აი მაგას თუ გავუშვებ ფიზიკურ იმას აი რაღაცას მაინც რომ ის მაგ რა აუ მე როგორ მიყვარს ცეგ პატარებთან ის მაგ მიდრეკილება ახალში ყოფნის მოთხოვნილება ეგ ნორმალური არის კი არის ხო მაგრამ იცი რა არის გადალახავ არ არის მაგ ერთხელ არ არის ეგ გადალახო ეგ არის ყოველდღიური საქმე კი ანუ ეგ არ არის რომ აი ერთხელ ან გააცნობიერე ან გააკეთე რა მაგას მე ხა საბოლოო ციხის მერე რომ მეგონა რა სიმშვიდეც მოვიპოვე აღმოჩნდა რომ მაინც ისევ რომ სოციალისტი მაინც ჩვენ სოციუმში სუშპოთობა ხა დაწევა ანუ სუნი და არ დავრჩე ხო ხო და ეს გამორჩენის არა აი რამეს არ გამორჩენს და რეალობას ხო აი იმ რეალობას რო არ აუცდე ხო ნუ არ ჩამორჩი განვითარებას ახალი აი შემიძლია ვიცხოვრო პროსტა რა არის რეალობა ეს რეალობა შენი მოგონილია რამელ რეალობას მიყვება ეგრე თუ ჩავალთ ხოთქო მაგრამ თვითონ ანუ როგორც ეხა რაღაცები იცვლება აი რაღაც ფასეულობებშიც მე მესმის ფოთავ პროსტა რომ ხო რო დარჩე იმ ტრეკზე ხო უბრალოდ რა და ეგეც არის რაღაც მხრივ არის რომ გეშინია რომ დაბერდე რა ალბათ ხო ალბათ საბოლოო და მიუღებლობა იმისი რომ დროგადის და რაღაცნაირად შენი ასაკის მაგრამ ხო არ ვიცი
შენ არ გაჩი ვიცი, ჯერ კიდე ალბათ დანებებად აღვიქვა მაგას. უცნაურად ძალიან, მაგრამ იცი რა არის თან ქალების ძალიან რთული არის მგონია. იმიტომ რომ მთელი პლანეტა დღესდღეობით გეუბნება რომ უნდა დაიბადო ხელახლა. არა, ხო და მაგას ამბობ. ჩემს ირგვლივაც რა, ძალიან ხო იცი, ვიღაცებმა გადადგეს ნაბიჯი და წავიდნენ იმ მიმართულებით რომ მოდი რაღაცები გავიკეთოთ. შენ არაფერი რო შეცვლილი არ გაქვს ეგ რანაირად ისე? არა, მაგაზე არ არის შეცვლილი, მაგრამ ხო რაღაც მომენტში ხო შეიცვლება. ხო თქო, მაგრამ აქამდე დორიან გრეივით რომ მოხვედი? რუსი და უკრაინელი. ხად სად არის ხედავ? მეც კახელი გურუნი ვარ. და საერთოდ აი ესე თავსარული აი მართლა კანის ექიმთან ბოლოს ვიყავი. შენ სპორტთან თან ხო საერთოდ იმინა. მე სპორტთან ვიყავი ძალიან კარგად. რანაირად? ლეა რო გავა არა. სპორტსო რაღაცა ტაიჩი ხო ისა დისციპლინა. სულად ინფორმირებული ხარ ბახარ. ტაიჩი არ მოგიწია, ანუ მაგიჟე. არა, ტაიჩი ჩვენ დავცინოდით ისენი რომ ტაიჩიზე დადიოდნენ. შენც ალაგ-ალაგ მახსოვს რომ არა, მე დავდიოდი ძალიან ინტენსიურად პილატესზე რომ გავაჩინე ბავშვი. მედრელკო წავით პილატესზე და ძალიან ინტენსიურად დავდიოდი და მე კოვიდის მერე დამენძ რა აღარ ვივარჯიშა, მე დამემართა კისრის დიაქარი, ნახევარი წელი ვიწექით კივილში აგონიაში. საერთოდ განძრევა არ შეიძლებოდა და ეხლა ვაპირებ რომ შევიდე ისევ. იორკო რა იყო რა მოხელე პროდიუსერი? ხო. რაღაც ტელევიზიის სპონსორი. იმიტომ რომ რაღაც ბევრი ტექნიკას გადაგვიღო, მე და უტამ გავაკეთეთ ალბომი რა, რომელიც არ გამოსულა, უნდა გამოვიდეს. უტამ ღერის სასწაულად, რა ხმაა, კეცი, აი მიმიქარავს, რა ქვია, ბაკლი, მართლა. აი ღიღინებს. ჩვენი უტა? ჩვენი უტა. და არის ესეთი ძალიან ლამაზი სასიმღერო ალბომი რა, უნდა გამოვიდეს ნასწასთან წესით. ეხლა ხდება ახალი ამბავია? არა, ეს არის გეტყვი 2010-ში დავწერეთ, თუმცა ვერაფრით ვერ მოვაბით, გვინდოდა ძალიან დიდი შოუ, ეხლა გამოვა. და იორიკო გადაირია ერთ ტრეკს, რომელიც ძალიან პოპ არის, მართლა რა, ცოტა ეს საცეკვაო რაღაცა. იორიკო არის ჩვენი მეგობრის თამუნა ქარუმიძის ყოფილი მეგობარი. იორგი ლანკაო ხო. რომელიც არის რეჟისორი და პროდიუსერი ხო. და უცბად გადაწყვიტა რომ მე და უტანა ჩაგვიყვანოს კერნში დააფინანსოს ყველაფერი, მე კი ბერნში ვიყავ, მე იქიდან და უტა აქედან ჩამოიყვანოს და გადაიღოს დიდ სტუდიაში ეს კლიპი. და არიცის ანუ უტას არიცნობს რაღაც და შეუკვეთა ისინი რა ქვია კოსტუმები წინას უტათან უნდა იყოს კოსტუმის დიზაინერი, ოღონდ ნაწილობრივ რა. იორკო ფიქრობს თავის რაღაცებს ჩავატებთ მე და უტა და უცბად გამოიტანა ისინი ბადისიუტებს. თავის ტრადიციულ. ხო და გადაღებული გვაქვს ფოტო მე და უტა ბადისიუტებში. აუ უტა ისეთ თორედებს. უტაც მოსაყვანია გადას. უტა მოსაყვანია. უტა დროზე უნდა მოიყვანოს რომ ბერლინში გადადეს 5 წელი. მართლა? აი ხო მაშინ ნაუქნათ უკვე. კი. უტა სერიოზული ფიგურა იყო იმ პერიოდში ჩვენ ბავშვობაში. ძალიან. უკვე ბავშვობაში გეუბნები და მე იმის ნიუ-იორკში იყო ხო? კაიხანი თუ LA-ში? ნიუ-იორკში. და მე იქიდან პლატფორმული ჩამოვიდა, ხო. უტი არის ჩემი ერთ-ერთი ყველასაყვარელი ბავშვობის მეგობარი დღემდე. გოგლიკაზე რას ფიქრობთ? გოგლიკაც საოცარი. გოგლიკო ყველა პონჩი მოსაყვანი არის და ვერ მივხვდით რამდენად მზაობაში არის. ყველაზე მაგარი მოლაპარაკე. ვიცი, მაგრამ აი ახლა ამ ფორმატში რამდენად მომდება. აია, ხო და. და გოგლიკა ჩვენთვის ისე გეუბნები ის Modern Monday-ის ამბავი იმდენად ის იყო რაღაცა. სიგიჟე არის ნამდვილი. ხშირად ვლაპარაკობთ და გოგლიკა იმინა პერსონალურად უნდა იჯდეს და იბაზროს რა. და გოგლიკა Modern Monday-ის მიღმად საოცარი ფიგურა, იმიტომ რომ უბრალოდ რომ არის და რომ ზის და რომ გელაპარაკება ყველაფერს საერთოდ. ძალიან. ასე რომ ეგორი მონიშნული არის ვეცადოთ ოქტომბერში. ყველა პანჩი უნდა სანამ წავიდნენ. ნიკა უკვე. აი წავედით მოუწიეთ.